პანდემიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგ შემთხვევაში თემის და ინდივიდუალურ ადამიანის ინტერესები შეიძლება განსხვავდებოდეს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შეიძლება სახელმწიფოს კონდეს განვითარებული მედიცინის სექტორი, ანუ ჰოსპიტალური სექტორი, სიტყვაზე კლინიკური მედიცინის სიფრთხე, მაგრამ სათანადო მოწოდების სიმაღლეზე არ იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. ხომ არა, იცით რა, არავითარი თავისუფალი არჩევანი არ არსებობს, როდესაც შენ 13-12 წლის ხარ და რეალურად არ გაქვს ინფორმაცია და მერე უკვე როდესაც შენ დამოკიდებული ხდები ამ ნივთიერებაზე, არჩევანი ავტომატურად არ აგაქვს, ხომ? თუ ადამიანი, კვლევებით არის დადასტურებული 25 წლამდე არ დაიწყებს მოწევას, ძალიან მაღალი ალბათობით ის აღარც იქნება რეგულარული მწვევი. იგი გახუროთ ამ შემთხვევაში სუნს ხომ მაინც გზნობთ და იმ სუნს რო გზნობთ, ჩათვალეთ, რომ 167 მომწვეული ნივთიერების ნაცვლად 70 მომწვეული ნივთიერება თუ არის, ანუ მე-100 სართულიდან ჩამოვარდებით. 71 სართულიდან სამწუხაროდ შედეგი ერთია ხოლმე, ხო? მაგალითად, ჯანმრთელობის უტილიზაციის და ხარჯების კვლევა, რომელიც გადასახადის გადახდელის ფულით და საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების ფულით ტარდება, რატომღაც ის გასაჯაროებული შედეგები არ არის, რაც მიუღებელია. ადამიანს არ უნდა უხდებოდეს, აი რაც თავიდან თქვენ ბრძანეთ. მოლოდნელო ბუნებიდან გამომდინარე სამეცნიერო ხარჯების უმეტეს შემთხვევაში არ უნდა უხდებოდეს იმ მომენტში, როდესაც ეს საჭიროება უდგება ჯიბიდან ფულის ამოღება და გადახდა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს. დიდი მადლობა ასევე FabLabs მხარდაჭერისთვის. ძალიან საინტერესო სტუმრით ბრუნდებით. ჩვენი სტუმარი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ზოიძე. დიდი მადლობა ბატონო აკაკი მოგზაურობისთვის. პრინციპში ანონსში არ ჩამოთვალე ის თემები, რასაც უნდა შევეხოთ და თვითონ ამ ჯანსაღი დიალოგის მსვლელობაში გამოიკვეთება ის თემები, ვინაიდან თქვენ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმდენ საკითხში იყავით, სრულად ჩართული იმდენი პროექტის ინიციატორი ბრძანდებით, რომ ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი კუთხიდან დაგისვავთ დღეს შეკითხვებს. პირველ რიგში მინდა დავიწყოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, როგორც ტერმინის და ფენომენის, ასე ვთქვათ, დეფინიციით, ხო? ანუ ადამიანებისთვის, ჩვეულებრივი მაყურებლისთვის შეიძლება ეს ტერმინი იყოს გაუგებარი, შეიძლება უკეთეს მოდეთ რა არის მაგალითად კლინიკური მედიცინა, ზოგადად მედიცინა და როცა იგებენ მაგალითად ამ მაგალითზე მინდა დავსვა შეკითხვა, რომ რაიმე სერვისი არის უფასო, პირდაპირ შეიძლება უნდობლობის მომენტი ჰქონდეთ, ხო, უნდობლობა გაუჩნდეთ. აი, რას გულისხმობს ზოგადად საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და რა სხვაობაა მედიცინას, კლინიკურ მედიცინას და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შორის ზოგადად? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გვესმის ყველას, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივი არა ამ სფეროსთან დაკავშირებული ადამიანი, არა სპეციალისტი, ხა დიდ განსხვავებას ან მსგავსებას იმაში თუ რასაც აკეთებს მედიცინა, იმიტომ რომ მედიცინა ასოცირებული ექიმებთან, ასე ვთქვათ, საავადმყოფო პოლიკლინიკა, შენობა, მედ და ექიმი, ანუ კურნალობა, რომელიც არის ხა უმეტესობისთვის ასოცირებული, ვთქვათ, ის რასაც ქვია ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის დაცვა და თუნდაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა გაცილებით უფრო ფართო ცნებაა და სწორედ მოიცავს თლიანად მოსახლეობის, თლიანად თემის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მართვას, ანუ ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ანუ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც არაერთ პიროვნებას, ინდივიდუალურ ადამიანს აწუხებს, არამედ თლიანად საზოგადოების გამოწვევა არის ჯანმრთელობის კუთხით და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური და ასე ვთქვათ, კოლექტიური თემური თემის, ასე ვთქვათ, ინტერესები ემთხვევა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, აი ჩვენ პანდემიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგ შემთხვევაში თემის და ინდივიდუალურ ადამიანის ინტერესები შეიძლება განსხვავდებოდეს და თქვათ, არჩევნის თავისუფლება უზენაესია, როგორც ექიმი პაციენტს ურთიერთობაში და პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე, როგორც ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, რაღაც სიტუაციებში შეიძლება აი სწორედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსაზრებიდან გამომდინარე შეიზღუდოს თუ თქვათ ადამიანი მაგალითად ინფექციური დაავადების გადამტანია
და საფრთხეს წარმოადგენს თქვათ გარშემოყოფთათვის. ხო ეს განსხვავება ძალიან კარგად ესმოდა ცოტა შორის არ მხოლოდ შუა საუკუნეებში ხა მაგალითად ვენეციის რესპუბლიკაში სადაც каранტინი სიტყვა იქიდან მოდის რა რომ აი როდესაც ხა ვენეციის რესპუბლიკა ცნობილი იყო იმითი რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ის ასე თქვათ ეს ამ გაგებით პირველია ეს ინფექციური დაავადებების სოციალური დისტანცირების იზოლაციის და каранტინის ნება იქიდან წამოვიდა იმიტომ რომ ეს გემის დაყოვნება ხო გემის დაყოვნება ახლოს იყო კუნძული იმ კუნძულზე ხდებოდა 40 დღე აი ეს სიმბოლური ციფრი 40 დღე каранტინი სწორედ ხდებოდა შორეული მოგზაურობიდან სანაოსნობიდან ჩამოსული გემების ეკიპაჟების სწორედ იმიტომ რომ ესმოდათ რომ ეს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა მეცაც გეტყვით ხა ცოტა პანდემიის პერიოდში ცოტა ესეთი შეთქმულების თეორიების ის გახდა ასე თქვათ სუბიექტი მაგრამ რეალურად იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ეს რომ დაკავების, იძულებით დაკავების და წამების ისიც კი ჰქონდათ ეხა არანაირად არ მოუწოდებ რომ ვინმე რომელიმე თანამედროვე სახელმწიფომ ესეთი უფლება ჩაუდოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებს ჩვენ ასე ვთქვათ, მაგრამ უფლებაც კი ჰქონდათ რომ ბრჭყალებში გამოეტეხათ ადამიანები საიდან სად იყვნენ, საიდან მოდის ის ინფექცია, ან ის თქვათ საფრთხე რომელიც შეიძლება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შეექმნა, ხო? ან საინტერესო გრავიურები არის შუა საუკუნეების რომელიც ამას ასახავს. და მაგრამ ამის გარდა კიდევ უფრო უკარო გადავიწიოთ, გეტყვით რომ ძველ ბერძნებსაც კი ესმოდეს ძალიან დიდი განსხვავება, რაც არის თქვათ კურნალობას და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შორის. ხო, კურნალობას და ნუ იყო ამიტომაც ჰიგია და პანაცეა ცალკე მუზეები იყვნენ, რომლებიც თქვათ ჰიგია ამ შემთხვევაში იყო მფარველი სწორედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობითი, ხა მასე არ ეძახდნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და მეცნიერები, მაგრამ ჰიგია ცალკე ასე თქვათ დარგის ამ შემთხვევაში სპეციალობის მფარველი იყო და პანაცეა ცალკე, ანუ ჰიგიენა საიდან წამოვიდა და ჰიგიენიდან არის აღმოცენებული რომელიც საზოგადოებრივი თანამედროვე public health საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მაშინ როდესაც პანაცეა თვითონ სიტყვა პანაცეა დღემდე ხმარობთ, რეალურად ვიცით რომ ძირითადად თქვათ სამკურნალო წამალი მედიკამენტით კურნალობას და ინდივიდუალ ადამიანის კურნალობას მოიცავს. კი ბატონო, ანუ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უფრო პოპულაციის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, სხვანაირ გეგმარებას საჭიროებს და მეტწილად პრევენციაზე და ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე არის მიმართული, როცა კლინიკური მედიცინა უკვე ინდივიდუალურად დიაგნოზის დადგენის და მკურნალობის გზით მუშაობს და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შეიძლება სახელმწიფოს კონდეს განვითარებული მედიცინის სექტორი, ანუ ჰოსპიტალური სექტორი, სიტყვაზე კლინიკური მედიცინის სიფრთხე, მაგრამ სათანადო მოწოდების სიმაღლეზე არ იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. მაგალითად, თუ მაღალშემოსავლიან ქვეყნებს განვიხილავთ, ამერიკის შეერთებული შტატები არის ხოლმე ესე ვთქვათ, ეს textbook მაგალითად მოყვანილი, რომ მედიცინის დარგი, თვითონ კლინიკური მედიცინა არის ძალიან მაღალ დონეზე, ანუ თუ პაციენტი მოხვდა ექიმთან, მას ფაქტობრივად გარანტირებულად ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება შეხვდება, თუმცა იმ სადაზღვევო პოლიტიკის გამო, რაც ამერიკაში არსებობს, ბევრი ადამიანი რჩება სამედიცინო მოსახურების მიღმა, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა არის. რამდენად რელევანტური მაგალითია ეს ხო, რა თქმა უნდა. თუმცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებს გულისხმობს ცხადია. ხო, ძალიან კაი მაგალითია ხოლმე, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები მოყავს იმის მაგალითად, რომ მე უფრო ცოტა ფართო გაგებით ვიტყოდი ამ შემთხვევაში მთლიან ჯანმრთელობის პოლისი, ანუ პოლიტიკა. ხა ჩვენთან სამწუხაროდ განსხვავება ორ სიტყვას შორის პოლიტიკს და პოლისი არ არსებობს ერთ და იგივე პოლიტიკა. ქვია სიამდვილეში განსხვავება არის უზარმაზარი, ხო? პოლიტიკა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება პოლისის განხორციელების, იგივე ჯანმრთელობის პოლისის განხორციელების. ამიტომაც ხა მე როგორც ჯანმრთელობის პოლისის, ასე ვთქვათ, და სისტემების ლექტორმა, უბრალოდ ჩემთვის ესე თემა არის, რომ ამ შემთხვევაში აი სწორედ ცუდი პოლისი აქვს, პირდაპირ ვთქვათ რა, არანაირი არაეფექტი აქვს. ცუდი პოლისი აქვს ჯანმრთელობის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ვერ მთელი ბოლო არ ვიცი რა 25-30 წლის განმავლობაში პირველად რო ვთქვათ რუზველტმა თავის დროზე შემოიტანა და მე ნუ ეძახავ რომ ხო, ნუ Medicare, რომელიც იყო პოზიტიური წინააღმდეგული ნაბიჯი, მერე წლები დაჭირდათ, რომ თქვათ Obamacare-ის კლინტონის რეფორმა ჩავარდა, მერე Obamacare-ის
დიდი წვალებით გაიტანეს, თუმცა ტრამპის რადიკალიზმის მიუხედავად ვერ შეძლო ეს ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი აღმოჩნდა მიუხედავად თავის სირთულისა, მიუხედავად მოუქნელობისა, აი მთელი ეს ობამაკერის რეგულაციები რაც არის, მაგრამ ის რომ 40 მილიონმა ამდე იყო დაუზღვეველი და პრაქტიკულად კატასტროფის წინაშე დგებოდა ფინანსური ნებისმიერი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქე დღეს ეს პრობლემა გაცილებით არის, ასე ვთქვათ, შემსუბუქებული, თუმცა არ არის, რა თქმა უნდა, ის და გაცილებით დღეს არის ქვეყანა, რომელიც ხარჯავს ყველაზე მეტს ჯანმრთელობის დაცვაზე და ყველაზე ცუდი სისტემა აქვს დახარჯულ, ასე ვთქვათ, თანხასთან შედარებით. თუმცა ბრწყინვალე არის მათი მიღწევები, ასე ვთქვათ, პირდაპირ ასე ვთქვათ, ინდივიდუალური მედიცინის სამედიცინო მომსახურების ხარისხის დარგში და ძალიან მნიშვნელოვანია თუ გაქვს საკმარის თანხა, კარგად დაზღვეული ხარ, ყველაზე იდეალური ჯანმრთელობის, ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომო გაქვს. საზოგადოებრივ ჯანმრთელობა, მაგრამ მე ერთ ამას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის პოლისი ძალიან ცუდია ამერიკის შეერთებულ შტატებს, საზოგადოებრივ ჯანმრთელობა, რომლის პასუხისმგებელი არის დაავადებათა კონტროლის ცენტრები, საკმაოდ მაღალ დონეზეა. ანუ არა იძულებით, რომელიც თქვა ხა პანდემიის დროს გარკვეული მე უკვე სახელმწიფოს ძალაუფლებაც გამოიყენა იმისათვის, რომ მაგრამ ეყრდნობოდა ყოველთვის ხა სხვა თემა არის, რომ თვითონ იმდროინდელი პრეზიდენტი მეცნიერებასთან დამოკიდებულება ერთი თემა არის და ხა ტრამპის რეკომენდაციები, ასე ვთქვათ, სარეცხის საშუალებების და ультраისფერი გლიჩები. ხო, საშუალებით პრევენციაზე კოვიდის საკმაოდ მძიმე ზეგავლენა მოახდინა მეცნიერულ მტკიცებულებებზე, რომელიც იყო დაკავშირებული კოვიდთან ყველაზე ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი საზოგადოებრივ ჯანმრთელობის მიმართულებაზე, უნიშნულოვანესი რეკომენდაციების წყარო არის, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს სწორედ საზოგადოებრივ ჯანმრთელობის მიმართულებით. ანუ პოპულაციურ დონეზე ჯანმრთელობის გაუმჯობესების რისკ ფაქტორებთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მაგრამ აი ეს თლიანობაში რაც თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, რაც არის რომ როგორ არის საზოგადოებრივ ჯანმრთელობა თლიანად მნიშვნელობა როგორი არის სისტემაში და ჯანმრთელობის პოლისიაში, ხო, ზოგადად სამთავრობო პოლისიაში თუ თლიანად სახელმწიფოებრივ მოწყობაში, აი ამას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვათ ამ ხრივ გამორჩეული არიან უფრო აი სკანდინავიის ქვეყნები, მაღალი ამერიკაში ეს ალბათ მაინც ეს ქვეყნები და არა მხოლოდ გერმანია, საფრანგეთი, ან ბევრი ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და მოდი ესე ვთქვათ, რა საზოგადოებრივ ჯანმრთელობა არ არის რაღაცა ახმა არის ხოლმე, რომ აი რახან ხარშთეფექტიანი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტების გამოყენება არის უპირატესი საზოგადოებრივ ჯანმრთელობის დროს, ანუ შენ შეგიძლია ერთ და იგივე პრობლემის მოგვარება, მაგალითად კარდიოვასკულარული ან ონკოლოგიის პრობლემა შენ მოაგვარო რამდენიმე პოლისი ალტერნატივით რა, ესე ქვია, ხომ? ანუ შენ შეგიძლია სიტყვაზე მოუარო რისკ ფაქტორებს, რომლებიც იწვევენ გულსდაუხთა დაავადებებს და ონკოლოგიურ დაავადებებს, ანუ ძირითად მკვლელებს არა გადამდები დაავადებები დღეს არის კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, ხო? ისე როგორც საქართველოსთვის არის ყველაზე დიდი პრობლემა ნაადრევი სიკვდილობა გამოწვეული სწორედ გულსდაუხთა დაავადებებით. და მეორე ადგილზე არის ონკოლოგიური დაავადებების ამ კუთხით რა, რომელიც შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სადაც შესაძლებელია გაუმჯობესება და ბევრი და საკმაოდ მრავალი სოცხლის ჯანმრთელი სოცხლის წლის დამატება მთლიანად მოქალაქეებისთვის, ხო? დაავადებითი განსაზღვრება, ესე ქვია რა, დაავადებისგან თავისუფალი ჯანმრთელი წლები განსაზღვრება, რამდენი წელს კარგავთ ასე ამა თუ იმ დაავადების გამო. გულსდაუხთა დაავადება არის ყველაზე დიდი თურთი დაავადებათა და მოყვება შემდგომ თქვათ, ეხლა კოვიდის პერიოდში კოვიდი ცოტა ხანი გადააჭარბა, მეორე მესამე ადგილზე გადმოვიდა, მაგრამ კვლავ დღეს რჩება გულსდაუხთა არაგადამი დაავადები ზოგადად არის დაახლოებით 80%-ზე მეტი არის სწორედ გამოწვეული ჩვენი სიკვდილობის და ავადობის სწორედ არაგადამდები დაავადებები და 25% არის ნაადრევი სიკვდილობა, ანუ 70 წლამდე გარდაცვალება, რომლის ასე ვთქვათ, აი ამ ინდიკატორის გაუმჯობესება ჩვენ შეგვიძლია
და რომელიც არის ძირითადი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, მთლიანი ჯანმრთელობის პოლიციის პრობლემა საქართველოსთვის და აი განსხვავება ჩვენს და მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის სწორედ ეს არის, რომ ისინი ახერხებენ სწორედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დიდი კომპონენტით, რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალი დონეზე არის გარკვეული მიმართულებები, ეხლა ონკოლოგიაზე ვერ ვიტყვის შემდასამწუხაროდ, მაგრამ თქვათ იგივე გულსიზავთა დაავადებებთან, კათეტარიზაციის თემებით, ხო, თქვათ ეხლა სტენტმა გადაარჩინა 100,000-ობით ადამიანი, რომელიც მანამდე დაიღუპებოდა, ხო, 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში, იმიტომ რომ, ეს ისე ტექნოლოგია აღმოჩნდა, რომელიც ეს გააკეთა, ხო, ძალიან ბევრი ახალი მკურნალობის მეთოდებია, არა მხოლოდ ტექნოლოგიები, არამედ მედიკამენტებიც, რომელიც საკმაოდ დიდ შედეგს გვაძლევს ინდივიდუალური ჯანმრთელობის კუთხით, მაგრამ იმავდროულად ეს ეფექტი არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო, რომ ჩვენ აი რისკ ფაქტორებზე ზემოქმედებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის მეშვეობით ეს ჩარევა, აი სწორედ ეს ნაწილი გვაკლია ყველაზე მეტად საქართველოში და ეს ნაწილი არის, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე არის ამ შემთხვევაში და ინვესტირება ხდება კონკრეტული თანხის. არა ზოგადად რომ აი ცხოვრე ჯანსაღად და პოპულარიზაცია ეს ყველა მიცის ჭირდება ფული ამას რა, ინვესტიცია ჭირდება. და სწორედ ინფორმირება ჭირდება, კომუნიკაცია ჭირდება მოქალაქეებთან, კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ, რისთვის უნდა, მაგალითად იგივე თქვა ეხლა ფსიქოაქტიურობის დამოკიდებულების თემა, რომელიც აქტუალურია, ხო, ბევრისთვის არა. მაგრამ შენ თუ ზოგადად ნარკოტიკები ხიხია და ან კიდე თამბაქო ცუდია და ნარკოტიკების მოვაპატრულებიძია დაგიჭერს, ეს არ არის კომუნიკაცია. აი ზუსტად ამაზე მინდოდა მეკითხა ზუსტად. ამიტომაც აი ეს ნაწილი რომ ჩვენ სწორედ ეს ამ ქვეყნების მაგალითები გვეუბნებიან, რომ რეალურად ეს არის ძალიან ეფექტიანი მეთოდი იმისათვის, რომ მაგალითად იგივე გულსხმის დაავადებებს ებრძოლო. შენ გამოასწორო ნუტრიცია, ყვება, შენ ებრძოლო თამბაქოს მოხმარებას და მაქსიმალურად დღეს ევროპის კიბოს საწინააღმდეგო გეგმაში 2040 წლისთვის გათვალისწინებულია, რომ უნდა იყოს თამბაქოს მოხმარებისგან და მისი პროდუქტების მოხმარებისგან თავისუფალი. ან 5%-ზე ნაკლებმა მოსახლეობის უნდა მოიხმაროს ეგრეთ წოდებული ტრადიციული თამბაქო იქნება თუ ნიკოტინის შემცველი პროდუქტები, ხომ? ახლა რაღაც ახალი ისინი რაც არის ეგრეთ წოდებული დასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი. თამბაქოს ინდუსტრია მოქნილია საკმაოდ და ცდილობს რომ 35 მილიარდს ხარჯავს წინა მოგება ყოველწლიურად აქედან უდიდეს ნაწილი ხარჯება თან მათი მიზნობრივი ჯგუფი არიან ახალგაზრდები და სეგმენტი პოპულაციის ის სეგმენტი რომელსაც დღეს მოწევა ჯერ არ დაუწყია იმიტომ რომ თუ ადამიანი კვლევებით არის ეს დადასტურებული 25 წლამდე არ დაიწყებს მოწევას ძალიან მაღალი ალბათობით ის აღარც იქნება რეგულარული მწეველი. ამიტომაც იყო რომ 13 ჩვენთან იყო სამ კანონმდებლობას მიიღეთ 13 წლამდე ჩამოვიდა რეგულარული მწვერვალობის ასაკის დაწყება რაც იყო კატასტროფა 16-დან 13 წლამდე ჩამოვიდა იმიტომ რომ მარკეტინგი იყო თავიდან ბოლომდე საქართველოს თუ ავიღეთ კონკრეტულად სწორედ ბავშვებზე და ქალებზე რა და აი თქვა თელი ეს ისა რომ იქ თამბაქოს ყოლოფები იდო შოკოლადის და იმის გვერდზე 13 წლის ბავშვის დონეზე სიმაღლის დონეზე რო შეიყვანდა დედა დაენახა რომ რეალურად თქვა ეს არის აი კარგ საღეჭ ლამაზ საღეჭ რეზინასთან, გემრიელ შოკოლადთან და იმასთან რაც ბავშვის ჩვეულებრივ ასე ვთქვათ, მიმზიდველი პროდუქტები ბავშვისთვის მის გვერდზე იდო ხოლმე კარგად გაფორმებული გემრიელ ყოლოფში და ლამაზად განათებული თამბაქოს პროდუქტები, რომელიც ავტომატურად იწვევდა როგორც კი დამოუკიდებელი პირველი შემოვიდა ცნობის მოყარებას, აბა ერთი ესეც გავსინჯო, რამდენად კარგი და ის არის. ხო მეორე კიდე ის არის რომ თქვა დამოუკიდებლობის თემა, რომ აბა დედიკოს ბიჭი ხო არ ახარ და ეს სხვა შორის ყველა ფსიქოტროპულ ნივთიერებას ეხება და აქ იგივე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა იმაზე რომ შენ სწორი კომუნიკაცია გააკეთო აღწერო ბავშვები აღჭურვო აგრეთ წოდებული ასე თქვა თანასწორთა ზეწოლასთან გამკლავების ინსტრუმენტები რომლებიც მას აძლევს ინფორმაციას და სწორი არჩევნის საშუალებას იმიტომ რომ ძალიან პირობითია როცა ლაპარაკობენ როგორ რა გითხრათ ლიბერტარიანელები არა უფრო კნაზ კროპოტკინის მიმდევრები არიან ეს თქვა ანარქისტებს რაღაცა მეებს ეძახიან საქართველოში რატომ საბაზრო ანარქისტები თუ რა თავისუფალი ბაზრის ანარქისტები ხო თავისუფალი ბაზრის ანარქისტები რომლებიც თვლიან რომ ხომ არა იცით რა არავით არის თავისუფალი არჩევანი არ არსებობს როდესაც შენ 13-12 წლის ხარ და რეალურად არ გაქვს ინფორმაცია და მე უკვე როდესაც შენ დამოკიდებული ხდები ამ ნივთიერებაზე არჩევანი ავტომატურად არ აქვს ხომ იმიტომ რომ უკვე დამოკიდებული ხარ და ეს აბსოლუტურად სხვა მექანიზმია და სხვა ფენომენია აქედან გამომდინარე აი ეს ლაპარაკი და თქო აქედან არა მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასეთ ჩარევებისა ხო ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
თუ არ ჩადები ინვესტიცია, მე ერთი მაგალითი მოგიყვანეთ ახლა, მაგრამ იგივე მაგალითი ეხება გურს და დაავადებებთან მიმართებაში რა. გადასარევია ქართული ტრადიციები და სუფრა და ისა, მაგრამ არ ქართულ ტრადიციებში არც არ ყოფილა ლიტრობით, ასე ვთქვათ, ღვინის ყოველ შემთხვევაში ძველ ტრადიციებში, ხო, კომუნისტური დროის ტრადიციებზე არ ვეძახი რა. არასდროს არ ყოფილა ყანწებით, ასე ვთქვათ, უსასრულო რაოდენობით ყოველდღიურად მიღება ალკოჰოლის, რომელიც ავტომატურად მე იწვევს, ასე ვთქვათ, იმას, რასაც შედეგსაც ჩვენ ვხედავთ, ხო, რომ ჩვენთან განსაკუთრებით დიდი არის აი ეს ნაპრალი ქალების და კაცების, ვთქვათ, 7 წელია საშუალო განსხვავება საშუალო ხანგრძლივობის, მაგრამ ჯანმრთელი ცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაში კიდევ უფრო მაღალია, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის დადგომა ინვალიდიზაციის ხარისხი გაცილებით მაღალი არის. სწორედ გულსახტო დაავადების და ონკოლოგიური დაავადების გამო, რომელიც უკავშირდება სწორედ ცხოვრების წესს. ანუ რის ფაქტორებს იქნება ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თაბაქოს მოხმარება 46-47% არის მამაკაცებში, 14%-თან შედარებით ქალებში, ერთი და მეორე ალკოჰოლის მიღება, რომელიც, გასაგებია ხა მამაკაცი უფრო მეტ ალკოჰოლს იღებს, ოღონდ საუბარი არ არის კიდევ ერთხელ მეორებ ტრადიციულ ქართულ სუფრაზე, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ღვინის და ალკოჰოლის მიღების გარდა ხშირ შემთხვევაში უზარმაზარი ფიზიკური, ასე ვთქვათ, ისიც თან ახლდა ხოლმე, გინდაც ცეკვის და გინდაც, ასე ვთქვათ, სიმღერის და გინდაც სხვა, ასე ვთქვათ, და ამის გარდა ბოზომ, ასე ვთქვათ, გადანაწილებული ეს მოხმარება ისეთ დროის პერიოდზე შესაბამისი, ასე ვთქვათ, ემოციური და ინტერაქციით, კომუნიკაციით, რომელიც თავის მხრივ რაღაცეთ კოლექტიური ფსიქოთერაპიის სეანსიც კი არის ხოლმე ქართული სუფრა, ამას ვამტკიცებ ხოლმე ძალიან ხშირად, რომ რეალურად შეშეგიძლია ყველა პრობლემაზე ისაუბრო და სათღერძელობის მიმდევრობა ისეთია, რომ შეშეგიძლია თქვათ, ანუ არის რაღაცა ძალიან დადებითი, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობის კუთხით იგივე ქართულ ტრადიციებში არის ამ კუთხით და უმეტეს შემთხვევაში თუ ამას ბრალდად არ გამოიყენებ, ეს ამას არ მოაქვს დიდი ზიანი, თუმცა ხა ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ მცირე ოდენობითაც ალკოჰოლის მიღება არის მავნებელი, გასაგებია ხა ყველაფერი, თუმცა კიდევ ერთხელ მეორებ ამ შემთხვევაში ხო, იყო მითი რომ რაღაცა ყოველდღე თითო ჭიკაცით მიგვინა ეს. არა, მოდი ჯერჯერობით მაინც მითს ვერ დავარქმევთ ბოლომდე. რომ ხა იმის დამეხედვით თუ რომელი ახალი მრავალწლიანი ლოგიტუდინური კვლევების შედეგები შემოდის და ინტერპრეტაცია ხდება იმის მიხედვით ეს რეკომენდაციები ზოგჯერ იცვლება, ხო? თუმცა მე ვიტყოდი რომ თქვათ უფრო ლოგიკასთან ახლო არის რომ მცირე რაოდენობით განსაკუთრებით თქვა ჩავი, ტანინის შემცველი ასე თქვათ ღვინის მიღება წესით არ უნდა იყოს. გააჩნია ხალხს, გააჩნია აქ კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ, ასე ვთქვათ, განწყობას, გენეტიკურ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს. ხო, იცით რა, ხა ჩვენ კარგად ვიცით ეს დასამალი არსად არ არის, მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ვთქვათ, იგივე იაპონელებს ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას პრობლემა აქვს დაკავშირებით. ხო, დეფიციტი აქვს და აქედან გამომდინარე, მათთვის ეს არის, ხო, სკანდინავია, ჩრდილოეთის ხალხებს, ამიტომ უჯდებათ ხოლმე ძვირად სტუმრობა საქართველოში. იქა ძალიან ძვირად არის თემა, რომ იქ ალკოჰოლიზმის პროცენტი გაცილებით მაღალია და შესაძლოა რომ თქვათ ალკოჰოლიზმით დაავადეს ადამიანი გაცილებით მაღალია ჩრდილოეთის ხალხებში, იმიტომ რომ ბევრი სხვა იქიდან გამომდინარე კლიმატური თქვათ ადაპტაციის გამო იქაური პოპულაციების და მათ გენეტიკური თქვათ შესაბამისი ენზიმების და ფერმენტების ასე თქვათ სპეციფიკის გამო. მაგრამ ხა ჩვენ რაღაცა ცოტა ფართეთ ვლაპარაკობთ ამაზე, რომ მთელი იდეა რატო დავიწყე საუბარი, რომ რეალურად სწორი კომუნიკაცია, სწორად, ასე ვთქვათ, პრიორიტეტების დაალაგებისთვის ძალიან ადრეული ასაკიდან უმნიშვნელოვანესია და ინვესტიცია სწორად ჩასაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში დაწყებული სკოლის, ბაღის, სკოლის და აი ამ დონიდან აჩვენა ყველა ქვეყანაში, სადაც ვთქვათ, მაღალ დონეზე არის სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, ხო? ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. არა მხოლოდ ხანგრძლივობა, არამედ ჯანმრთელი ხანგრძლივობა. ანუ თქვათ, შეზღუდული შესაძლებლობებისგან თავისუფალი, ანჯისგან თავისუფალი, ასე თქვათ, უხეშად რო თქვათ. მაღალი ცხოვრების ხარისხი. ხო, შესაბამისი ადეკვატური ცხოვრების ხარისხი, თქვათ, რამდენ წელს ატარებ, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს საშუალო ხანგრძლივობა 80 წელი, მაგრამ ბოლო 10 წელიწადი ადამიანები ატარებდნენ
დაავადების პირობებში, შეზღუდული შეძლობის პირობებში, რომელიც რა თქმა უნდა, სწორედ ჯანმრთელობის სისტემის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა არის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმართლებაზე მეტყველებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რომ მთლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა შინ შემთხვევაში დამოკიდებული არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის სისტემაზე, ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ან ჯანმრთელობის პოლიციაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარების დონეზე, ეკონომიკური განვითარების დონეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის სოციალ-ეკონომიკურ დეტერმინანტებზე, ანუ იმიტომ რომ იცით რომ თქვათ სიღარიბე, ციკლური სიღარიბე, ეგრეთ წოდებული თვითონ სიღარიბე და ცუდი ჯანმრთელობა ერთმანეთთან უშუალო კავშირში. ასეც განისაზღვრება ხო ჯანმრთელობა, რომ ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა ეს უფრო ბედნიერების განსაზღვრება არის, რასაც ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია ამბობს, არის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა, ხო? ანუ ის სოციალური კონსტიტუციაში, სოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციაში წერია და თუმცა მე ვამბობ, რომ ეს უფრო ბედნიერების განსაზღვრება, მაგრამ ჯანმრთელობა ბედნიერი ამ შემთხვევაში პრაქტიკულად სინონიმებია, იმიტომ რომ შენ ვერ იქნებ ბედნიერი თუ არ ახარ ჯანმრთელი, ხო? და ამის გარდა ეს ჯანმრთელობა არ მოიცავს ინდივიდუალურ ჯანმრთელობას. აი ადამიანი ამიტომაც არის სოციალური კეთილდღეობის ნაწილი, რომ სოციუმში ცხოვრობ შენ ყოველთვის და შენ ინდივიდუალურად ვერც ბედნიერი ვერ იქნებ და ვერ ჯანმრთელი თუ შენ სიკვდილი ყველა უბედურია და ამ ბევრი უბედურია და ბევრი ავადმყოფი, ხო, რომელსაც ავტომატურად შენში იწვევს სტრესს, რომ ის ადამიანი შენს გვერდზე, შენი მოყვასი, შენი ასე თქვა და ამიტომაც არის სოლიდარობა, თანალმობა, ეს ძველი ქართული სიტყვა, ერთი ალამის ქვეშ ყოფნა, ანუ ფრანგებამდე ქონდა ეს ასე თქვა სოლიდარიტემდე ქონდა ჩვენ ეს გამოთქმა და რეალურად თანალმობა ერთ საზოგადოებაში, ერთ თემში ყოფნას ნიშნავს, ერთი მიზნისთვის, ერთი მიმართულებით, კეთილდღეობისთვის, ბედნიერებისთვის ბრძოლას ნიშნავს და აი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვათ შენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამები ითვალისწინებდეს იმას, რომ ადამიანები ადრეული ასაკიდან სწორედ საზრაობდნენ, რას ნიშნავს და ეს არის დღეს ყველაზე დიდი მიღწევა მაღალგანვითარებული ქვეყნების, სადაც აქვთ თქვათ აი ეს და პირველი გაგება. მხოლოდ ის არ არის, რომ მაწოს ჩამენ იაპონელები, არა, პირველ რიგში არის ის, რომ მათ ძალიან სწორი, ასე თქვათ, განათლება მიდის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით განათლება მიდის ადრეული ასაკიდან. მომავალი თაობის, რომელმაც მე უკვე სწორ პრიორიტეტებს აქცევს და ბალანსი ფიზიკური, თქვათ, ახლა გასაგებია იაპონელებს თავის პრობლემები აქვთ, იგივე თუ ავიღებთ. კი, დღეს არის ყველაზე უფრო ასე თქვათ, მაღალი ხანგრძლივობა გააჩნიათ, ანუ ყველაზე უფრო მრავალ ჟამიერი ერი არის დღესდღეობით, ანუ ყველაზე უფრო მეტი, ასე თქვათ, საუკუნეს მიღწეული თუ დიდი ასაკის ადამიანები ყავთ, მაგრამ ნუ თავის პრობლემები აქვს, რომ ზედმეტად ეს ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებით სტრესი მაგათ მუშაობასთან არის დაკავშირებული და ბოლო წუთამდე მუშაობენ და ნუ ცდილობენ და ახლა ის ანუ თავისი მინუსები ეს კულტურული ფენომენი თავისებურებები არის, რომელსაც იმათი პრობლემებია და იმათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აი ბალანსის დაცვა არის პირველი პრობლემა. ჩვენთვის პირველი პრობლემა ნამდვილად არის ზედმეტი მუშაობა და რეალურად არის ასე თქვათ ბალანსის დაცვა, სწორი მიმართულება თქვათ იგივე გართობას, რეკრეაციას და ფიზიკურ დატვირთვას, გონებრივ დატვირთვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი არის ფიზიკური, სწორი ფიზიკური დატვირთვა, ხომ, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან დიდი პრობლემა არის და თან ამ იაპონიაში თავდადებულ შრომას აფასებ, იმიტომ რომ რამოდენიმე წლის წინ მიიღეს კანონი, რომ დასაქმების ადგილას მწეველების შვებულების ხანგრძლივობა არის ნაკლები, ვიდრე არამწეველების. კი, ყოველთვის ხელს უწყობენ, რომ მწეველობა მაქსიმალურად შეამცირონ და როგორც გითხარით, ევროპის კანსერ პლანი, ანუ კიბოს საწინააღმდეგო გეგმა მოიცავს, რომ ფინეთი და შვედეთი არიან პირველი ქვეყნები, რომლებიც ალბათ ამას 2030 წლისთვის გეგმავენ რომ მიაღწიონ ან თამბაქოს და ნიკოტინ შემცველი პროდუქტებისგან თავისუფალი საზოგადოება, რაც მათი აზრით, ნუ ძალიან კონკრეტული მეცნიერულ-მტკიცებულებია, რამდენი წლით მოუმატებს მთლიან პოპულაციას საშუალო ხანგრძლივობას სოციალის, მთელი რიგი კანონები, რომლებიც ახლა ჩვენც მივიღეთ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს კანონების სამწუხაროდ
პოლიტიკურ რონტრიალში ძალიან შემცირდა ყურადღება ამ მმართველების და აღსრულებასთან მიმართებაში. თუმცა ეს შემთხვევით თქვა იგივე საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის შეზღუდვა ესეთ ტიპის ნორმებს მიეკუთვნება, რომელსაც თვითონ მოქალაქეები ასრულებენ და თვითახსრულებადია ხშირ შემთხვევაში და ყველას ინტერესია და წეველებიც კი დაინტერესებული არიან, რომ თქვა იქ არ მათაც კი ხართ წევლების ნახევარზე მეტიც კი უჭერს ამ აკრძალვას ხარს, იმიტომ რომ ნაკლებს ეწევიან, სახში არ მიდიან გაჟღენთილი რომ მე პირდაპირ ქიწმენდა შავარება აუწევ ტანსაცმელის, ეს რა თქმა უნდა დიდი მიღწევა იყო, მაგრამ აი ახლა განსაკუთრებით ეს გახურებად თამბაქოს და ელექტრონული ასე თქვა ციგარეტების პირობებში აღსრულება ცოტა შესუსტებული ამ კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია და სწორედ არის აკრძალული ამ პროდუქტების მოხმარებაც დაახლოებით შენობის შიგნით ხო? რადგან კი შეიძლება ვერ ხედა თვალით იმ ყვამს, მაგრამ რეალურად იგი გახურებად ამ შემთხვევაში სუნს ხომ მაინც გზნობთ და იმ სუნს რო გზნობთ ჩათვალეთ რომ 167 მომწვანო ნივთიერების ნაცვლად 70 მომწვანო ნივთიერება თუ არის, ანუ მე-100 სართულიდან ჩამოვარდებით. 70 სართულიდან სამწუხაროდ შედეგი ერთია ხოლმე, ხო? რეალურად რა და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია თქვა ეს ნაწილი და აი პროსტო მაგალითებად მომყვას, მაგრამ ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია თქვა აი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით რომ მარილის 5 რო შეამციროთ ჩვენ 5 გრამამდე დღეში მარილის მოხმარება ჩვენ ეს მოგვიმატებს 1000-ობით სიცოცხლეს გადაგვირჩენს ჩვენ ქვეყანაში. აი წარმოგიდგენთ ელემენტური ზომა, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ჩარევით მიიღწევა. იმიტომ რომ ჩვენთან სწორედ ჰიპერტენზიის, რომელიც ძალიან 50%-ზე მეცა აქვს ჩვენ მოქალაქეების, იციან თუ არ იციან, კიდე ეგ ცალკე თემაა. ანუ აი რომ დავიწყებენ საუბარი იმაზე, რომ გულსიზავთა დაავადებების თქვა აი ამ სიკვდილობასთან ბრძოლის რამდენი მეთოდი არსებობს, ხო? შეიძლება რამდენი პოლისი ალტერნატივა არსებობს. ანუ ერთი რომ თქვა ჩადო ფული მარილის ან სწორ ნუტრიციაში და ეს რის ფაქტორი მოხსნა. მეორე ჩადო ფული თამბაქოს წინააღმდეგ თამბაქოს კონტროლში და ეს ფაქტორი მოხსნა. მესამე გზა არის თქვა რომ აიღო და დაიწყო ჯანმრთელი ცხოვრების ჩადო ფული ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში და შეეცადო რომ თქვა ეს ნაწილი ამ თუ ადამიანების შეარაღო ინფორმაციით რომ მათ სწორედ მოიქცენ და სწორედ გააკეთონ ფიზიკური აქტივობის კუთხით, ხო? კიდე მეოთხე მეთოდია რომ იგივე მარტო პრევენციულ მეთოდებს ლაპარაკობ. ჯერ გააკეთო ეს რომ თქვა როგორც შვეიცარიაში ერთ-ერთი უძვირესი ქვეყანა არის, კარგად ვიცით და მათ შორის ჯანმრთელობის კუთხითაც ძალიან ძვირიჯდება, ყოველწლიურად უძვირდება, სავალდებულო კერძო დაზღვევა არის და ნუ რა ვიცი, ხა მე მგონი სადღაც რამდენიმე 1000 მარკაზე მეძე არის ნასული მინიმალური დაზღვევის ყოველთვიურ გადასახადზე, მაგრამ სამაგიეროდ მუნიციპალური სამაგიეროდ ჯიმის და ბასეინის უმაღლეს დონეზე მოწყობილის აბონემენტი თვიური 5 მარკა არის, რომელიც არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამის სუბსიდირება ხდება საჯაროა, კი რა. ამიტომ იქ ინვესტიცია ხდება ამ ნაწილში, რომ ფიზიკური გარდა თქმისა, კომუნიკაციისა, გაგებინებისა, ყველა ადამიანის გასაგები, ანუ თან ეს კომუნიკაცია, სწორი კომუნიკაცია რაც გულისხმობს, რომ შენ ადამიანს უნდა მისთვის გასაგებ ენაზე, მისთვის სანდოწყაროდან და მისთვის სწორ დროს მიაწოდო ეს ინფორმაცია, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის, თქვათ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობაზე მისი დაავადებისთვის და შესაბამისი ადამიანის ჯგუფებზე მორგებული უნდა იყოს თითოეულ სპეციალისტი უნდა ლაპარაკო, არასპეციალისტისენით და ასე შემდეგ და ეს მოარგო ამის გარდა პირდაპირ ინვესტიცია შეიძლება გააკეთო იმაში, რომ დაურიგო, პრაქტიკულად დაურიგო, ამას ნიშნავს 5 მარკა. არაფერი არის. ჩუქება. ხო, აჩუქო მას ასე თქვათ აბონემენტი და მალე იცოდე რომ ამითი შენ უზარმაზარ სწორ ინვესტიციას აკეთებ, ხარჯთეფექტიანობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციას, ხო? იგივე ეხება თქვა, იგივე შეიძლება გააკეთო, მაგრამ ამავდროულად, ხო, შეიძლება პოლიტიკურად უფრო პოპულარული იყოს თემები და პოლიტიკოსებისთვის, იმიტომ რომ ეს უდა გრძელვადიანი ეგრეთ წოდებული ხეჭეჭური რეფორმებია, რა. არა 4 წლიანი ციკლები არა. კი, არა 4 წლიანი ციკლებით, არამედ არის ისეთი რეფორმები, როგორც არის, თქვა, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებს უფრო მაგარი საავადმყოფოების
გახსნა, მაღალ ტექნოლოგიური იმის აღჭურვა. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია გადამზადებული ლენტის გაჭრა, მაგრამ თითქოს კაი რაღაც საკეთებ, რომ თქვა მაგარი სპეციალისტების მომზადება, მედდების, ექიმების, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია ექნიან, მათი მოზიდვა უკან დაბრუნება. ეს კიდე ერთ პოლიტიკის ინსტრუმენტია, ხომ? ძალიან სწორი ამ შემთხვევაში ოღონდ ყველაზე ძვირადღირებული შეიძლება იყოს, რომ თუ გახსენით კათლაბი თუ იმასქენი, უფრო ადვილად ჩამოიყვან იგივე უცხოეთში მოღვაწე შენ, ასე ვთქვათ, თანამემამულეს, რომელიც საკმაოდ მაღალი პრაქტიკა აქვს და კიდე შემდეგზე შეგვიძლია გადაიტანო და რაღაც კიდე უფრო ძვირადღირებული რაღაცა გააკეთო, იქ რაღაც წამლები, რომლებიც cutting edge, ძალიან ბოლო სიტყვა ტექნოლოგიების, თქვათ იგივე კორტიპიეი და ასე შემდეგ, რომლებიც თქვათ შეიძლება ასე თქვათ ამ შემთხვევაში გამოიყენო იმისთვის, რომ თავიდან აიცილო ინსულტები და ასე შემდეგ, ხო და ინსულტის ცენტრები გააკეთო ძალიან ძვირადღირებული. იდეალში ყველა ამ არსენალი რაც ჩამოგითვალეთ, ყველა ეს არსენალი უნდა იყოს ოპტიმალურად შეხამებული შენი შესაძლებლობების და ჯანმრთელობის პოლიტიკის ხელოვნება ის იქნება და პოლიციის ხელოვნება, რომ შენი ქვეყნის განვითარების შეძლებლობების მიხედვით შეძლო ოპტიმალური ნაკრები გააკეთო ამ პოლიციის ალტერნატივების არსენალიდან იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს შენი მოქალაქეებისთვის რა და გრძელვადიან პერსპექტივაშიც გაითვალისწინო, რომ ხეჭეჭოური რეფორმებიც, რომელიც არის ეს ეგრეთ წოდებული, ასე თქვა, რომელსაც 4 წელიწადში ვერ მიაღწევდა პოლიტიკოსებისთვის არ იქნება ესე პირდაპირ ადვილად მიყიდვადი ხო ფინანსთა მინისტრისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის, მაგრამ თუ მაგარი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ყავს, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ესმის, გრძელვადიანი თუ ესმის, მაშინ ის შეძლებს, რომ ეს ნდობაც უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან, რომ მოიპოვო და შემხარეს არის გაუჩინო დღეს განვითარება, აი ჩვენი განსხვავება რა არის, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც თქვა აი შედარებით აი ამ განათლების და სწორი ინვესტიციების გამო საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში და განათლებაში მოქალაქეების ხომ მოთხოვნა თავიანთი თარობების და პოლიტიკოსების მიმართ არის სწორედ ფორმირებული ასევე რა ხალხის რომ მათ ესმით რამდენად მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ თქვა ინდივიდუალურ საშუალებებში medicinis ჩანდება თანხის კურნალობის არამედ რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ სწორი განათლება სწორი ინვესტიციები გაკეთდეს ჯანმრთელ ცხოვრების წესის ხელშეწყობაში მთლიანად ყველასთვის. ხო, მათ შორის იგივე შრომის კანონმდებლობის კუთხითაც, სადაც თქვათ აი ეს ბალანსის თემა, ფიზიკური დატვირთვის, სწორი შვებულებების აღების საშუალება, აი თქვენ ბრძანეთ წეველობის, ასე ვთქვათ, мотиваცია არამწეველობის ფინანსური წახალისების ხელშეწყობა, რომ შვებულება მეტი კონდეს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ამის გარდა იმიტომ რომ ცნობილია რომ უზარმაზარ ეკონომიკურ დაანკარგების გამოწვეული ასევე თუნდაც ის 15 წუთიანი შესვენება დღეში რომელიც შეიძლება ავიდეს სადღაც 9:30-მდე რომელიც თქვა მოწევაზე ასე თქვა მრავალსართულიანი შენობის ბოლოს ჩახვიდე და ეხლა ძნელად მოსაძებდნენ ქუჩაში იაპონიაში საერთოდ აკრძალული არის ქუჩაში თამბაქოს მოწევა ასე რომ მაგამდე მივიდნენ და სწორი არის ანუ არ შეგიძლია რომ მხოლოდ პრივატულ სივრცეში შეგიძლია ანუ საჯარო სივრცეში არ შეგიძლია ღია ადგილებშიც მოწიო ესე როგორც პლაჟზე ესპანეთში და პარკებში და ასე შემდეგ. ხო ეს კორპორაციამ გონი თვითონ შიდა განაწესის პრინციპით მიიღო ეს არა ეს ის არის იაპონიაში უკვე მთლიანად ის არა მე ვამბობ აი მშვებულების ამბავს ხო მაგრამ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში აკრძალულია ძალიან ბევრ ქვეყანაში სტადიონებზე დიდი ხანია უკვე აკრძალულია ხო ეხა თქვენ როგორ წარმოგედგინათ ხო წესით ჩვენთანაც მათ შორის ჩვენთანაც კი თუმცა შემცირებული არის მაგრამ მაინც ბოლომდე არის მაგრამ ნუ თქვენ წარმოიდგინეთ ხოლმე ეხა აი თუ იც ნამყოფი ხართ და ჩვენი ალბათ სვენელებიდან ბევრი ნამყოფი არის იტალიაში იმას ფეხბურთზე და ესპანეთში ნუ რამხელა ემოციები გადმოდის იქ მაგრამ არც ერთი ადამიანი წარმოიდგინეთ არ მოიხმარს იმდენად დიდი ასე ვთქვათ უკვე ეს გამჯდარი არის ასე ვთქვათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და სპორტთან ასოცირებული ღონისძიების შეიძლება რომ ის გამოჩნდეს მაგის სპონსორებად ხოლმე და თამბაქოს ინდუსტრია ძირითადად რომ აი სადაც ახალგაზრდობის და სპორტის თემებია რომ აჩვენო რომ თურმე სოციალურ პასუხისმგებლობა გააჩერა ასოციალურ პასუხისმგებლობა ეს არის ერთადერთი პროდუქტი რომელიც ასე ვთქვათ ინსტრუქციის მიმართ მოხმარება კლავს ნახევარ მოხმარებელს ერთადერთი ლეგალური პროდუქტია რომელსაც როგორც უწერია მოხმარების ინსტრუქციაში ისე რომ მოიხმარ ანთებ და მოწევ
კლავს ნახევარ მოხმარებას რა. ერთადერთი ეგეთი პროდუქტია თან ამოყირავებული რო კლავს ნახევარს, უნდა ახალი მოხმარებლებით შეავსოს. თან მოთხოვნა მიწოდების პრინციპიც ამოყირავებული იყო, როგორ შეიძლება კონდეს მოთხოვნა რაღაცაზე, რაც საერთოდ არ გარგებს და არანაირი ღირებულება არანაირი სასარგებლო თვისებები არ გააჩნია. ერთ-ერთი აკეთ იწვევს იმავე პრობლემის მოგვარებას, ასე თვითონ იწვევს. ანუ ფიზიკური შფოთვა, რომელიც არის ეგრეთ წოდებული, ასე თქვათ, შეგრძნება რომ თქვათ, აი, რატო ეს ნუ აღკვეთის შემდეგ ხოლმე. ხო, იგივე ის დრო გადის დრო, გინდა მოწევა, გინდა რომ თვითონ მის მიერ გამოწვეული სტრესი ორგანიზმს უდგება, ანუ ამ მოხმარ დამოკიდებულების შედეგად გამოწვეული სტრესი, რომლის სტრესის მოგვარებასაც თითქოს ხელს უწყობს ეს, ასე ვთქვათ, და არავინ არ დანიშნავს თამბაქოს სტრესის მოძახსნელად. არა, ვერ დანიშნა და ვერ ჩასანაცვლება და ასე შემდეგ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ეს, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ სწორი ინვესტიციები საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში. ჯერ ესეთი პროდუქტი შევთანხმდით, რომ რა გვაქვს საზოგადოებას ყველაზე დიდი პრობლემა და ეს კარგად უნდა გვესმოდოს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არ არის რაღაც ცალკეული თუნდაც ძალიან დიდი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, უნივერსალური ჯანდაცვა არის ჩვენი ამოცანა, ხო, რომ ფინანსური ზნელბედობის გარეშე ჩვენ მოქალაქეებს ხონდათ ხელმისაწვდომობა, აი რაც მაგალითად რაც თქვენ თავიდან ახსენეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეგარდ დიდი პრობლემა მათთვის, იმიტომ რომ ჯანმრთელობის პოლისი არ არის ისე მორგებული, რომ ყველა მოქალაქეს ხონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ფინანსური ზნელბედობის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება. ანუ დიდრისთვის ფინანსური ზნელბედობა შეიძლება რამდენიმე 1000 ლარზე დადგეს და შედარებით შეძლებული ადამიანისთვის და ღარიბისთვის შეიძლება 5 ლარზე და 10 ლარზე დადგეს ფინანსური ზნელბედობა და არ დარჩეს სხვა მერე გადავდობელი საჭიროებისთვის, დაღმართულებისთვის თანხა საკვებიდან დაწყებული, თქვათ, ყოველდღიური გათბობა მაგალითად ზამთარში და ამის საშუალება აღარ დარჩეს ჯანმრთელობის დანახარჯების გამო. ან ეგრეთ წოდებული კატასტროფული დანახარჯები ქონდეს ღარიბისთვის ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთხელ 100 ლარი, ბედრისთვის, შედარებით შეძლებული ადამიანისთვის, თქვათ 1000 ლარი და სისტემა შეიძლება ისე უნდა ქონდეს მოწყობილი, რომ როგორც დიდარს, ისე ღარიბს თუ შეძლებულს ქონდეს საშუალება, რომ ჯანმრთელობის გადაუდებელი საჭიროებები დაეკმაყოფილოს, ხარისხიანი მომსახურება ქონდეს, სწორედ ასეთი ფინანსური კატასტროფის გარეშე და ეს სისტემა, ასეთ სისტემის ჩამოყალიბება დღეს არის, აი რასაც ქვია, გადი განვითარების ერთ-ერთი ამოცანაა, რომელზეც ხელი მოაწერა ყველა ქვეყანამ თითქმის, ახლა ამერიკის შეერთებული შტატებს ვერაფერს ვერ გეტყვით, თვითონ მასშტაბიან, მაგრამ რეალურად არ არის ეს თემა, მაგრამ დანარჩენი ყველა ქვეყანა ეხწვის, რომ უნივერსალური ჯანმრთელობის მოცვაქვეა. მაინც ამერიკის მერიტოკრატიული ფილოსოფიის ნაწილი არის, რომ ყველას თავის პასუხისმგებლობა ღარიბი რო ხარ, ჩემი პრობლემაა. ხო და არ არის ჩემი აზრით, ახლა მე არც სოციალისტი არ გახლავართ, მაგრამ მე არ მიმაჩნია ის საზოგადოება მთელი და ჯანსაღი, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი განცდის დიდ ზნელბედობას, არის უბედური, არ მგონია რომ შენბედნიერი იყო ასეთ საზოგადოებაში, რაც უნდა მერიტოკრატიული პრინციპით იყოს გადაანაწილება, ეს უბედურება და სინდიდრე და შეეძლებლობა, ხო? ანუ მე დისკომფორტი უნდა მდიდარი და ჯანმრთელი ვიყო, მე მაქვს პირად დისკომფორტი, როგორც ადამიანს და თანალმობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც ჩემი აზრით არის ფუნდამენტური ერთ-ერთი, ასე თქვა, თვისება ადამიანის, უბედური ვარ, როდესაც სხვა ჩემს ირგვლივ ადამიანები არიან უბედური, ან არიან ძნელბედობის ქვეშ, ან არიან წამების, რა ვიცი, ბევრი უბედურების მსხვერპლი. თან უნდა ითქვას, რომ სამედიცინო მომსახურება ყველა სხვა პროდუქტისგან კიდევ განსხვავდება, ხო? თუ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე არ ვილაპარაკებთ და ამ შემთხვევაში მედიცინაზე ვილაპარაკებთ, კლინიკურ მედიცინაზე, ნუ პრინციპში საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზეც ჯანმრთელობის პრობლემა არის მოულოდნელი, არადაგეგმვადი, შენ არ ქმნი მოთხოვნას ამ სამედიცინო პროდუქტზე, ქმნის ექიმი და არის ძვირი და არ გაქვს არჩევანი, ანუ ზუსტად ის გამოსავალი უნდა ანუ ზუსტად ის ჩარევა უნდა მიიღო, რაც იმ მომენტში გჭირდება. არ აქვს იმის ფუფუნება, რომელია არის ექიმი წყვეტს ამას, ხო? ანუ მთლიანად განსხვავდება ნებისმიერი სხვა ტიპის პროდუქტისგან, კომერციული პროდუქტისგან. ამიტომაც არის, რომ თუნდაც საქართველოში, ნუ ხა რამდენად სრულდება მეორე საკითხია, მაგრამ ჯანმრთელობა პაციენტის უფლებად არის აღიარებული და არა რაღაც ფენომენად, რომელსაც ადამიანმა უნდა მიაღწიოს. რამდენად სრულდება? ხო, ნუ ჩვენთან ჩვენ ხალხ კონსტიტუციური სახელმწიფო ვართ, კონსტიტუციის პრინციპის დონეზეც კი გაწერილი არის. მაგრამ აი ზუსტად ამაზე თქვენ ჩემ ძალიან ბევრ
დაუსმელს შეკითხვას უკვე გაეცით პასუხი და პირდაპირ აი ამ თემას დაუბრუნდები, ისევრითიც დავამთავრეთ. მიუხედავად იმისა, რომ აი ესე ყოვლის მომცველად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკები საქართველოში ეფექტურად არ ტარდება, მაინც არსებობს გამონაკლისები, ხო? აი გვაქვს წარმატებული პრევენციული პროგრამები და ნაკლებად წარმატებული პრევენციული, არაეფექტური პროგრამები. თქვენ რაც ახსენეთ, რომელი კანონპროექტის ასე ვთქვათ და პროგრამის ინიციატორით ბრძანდებით, თამბაქოს კონტროლის პროგრამა შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ პროგრამად, C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ პროგრამად, თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამა, ხო, რომელიც ითვალისწინებს სამი ტიპის კიბოს, საშვილოსნოს ყელის, ძუძუს, კოლორექტული კიბოს ადრეულ გამოვლენას და გასაშუალოებული მაჩვენებელი ამ სკრინინგ სერვისებში ჩართულობის არის 13%. თითოეული კიბოს შემთხვევაში არ აღემატება 13%-ს. თუ მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომობა არც არის, ანუ პროვაიდერი არ არსებობს კლინიკა, სადაც ეს სკრინინგ სერვისით შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეს, ზოგჯერ 1%-საც არ აღწევს ამ ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის სერვისებში ჩართულობა. ანუ ფაქტობრივად ნაწილობრივ აი არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი ამ სერვისის განხორციელება, ხო? ანუ ერთის მხრივ სახელმწიფო ხარჯავს თანხას, ანუ უფასოდ არის ეს კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიის ასე ვთქვათ პაციენტებისთვის, მოქალაქეებისთვის და მეორე მხრივ არ იდება ფინანსები ინფორმირების თვალსაზრისით მოქალაქეების. ანუ რა არის განმაპირობებელი პროგრამის წარმატებულობა წარუმატებლობისა ჩვენ შემთხვევაში? იმიტომ რომ იყოფა, ხო, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც ჩართულები არიან ამ პროგრამაში, საერთაშორისო თანამეგობრობის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკურ, ფინანსური ჩართულობა, თუ აი რა არის ის დეტერმინანტების ერთობლიობა, რაც განსხვავებულს ხდის პროგრამების თუ პროექტების, ასე ვთქვათ, წარმატებულობას. ძალიან საინტერესო კითხვა არის, ზოგადად რა განაპირობებს ამა თუ იმ პოლისის, ასე ვთქვათ, წარმატებულობას, რამაც შეიძლება ვთქვათ, აი ეს კონკრეტული მიზნობრივი პროგრამების. და მრავალი დეტერმინანტი, ახლა მეცნიერულ ლიტერატურას არ ჩავღრმავდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ პოლისში არის, ვთქვათ, 4 ერთ თეორია, რომელიც ამას განსაზღვრავს, ხო, რომელიც შედავთ უნივერსალურია, 4 ფაქტორი არის, რომელიც განსაზღვრავს პოლისის და რომ დახასიათებებს შეგიძლია თქვა შეაფასო ნებისმიერი პროგრამა თუ პოლისი. ეს არის თქვა კონტექსტი, შინაარსი, აქტორები და თვითონ პროცესი რა. ანუ ეს 4, ასე თქვა, ამას ქვია policy triangle სამკუთხედია, იმიტომ რომ ეს 3 და შუაში არის აქტორი, რომელიც ცენტრალური ფიგურაა. Stakeholder-ები. ხო, აქტორები, ვინც ამას ახორციელებს. ანუ აქტორებს აქედან თეორიიდან და ეს თეორია ჩემი აზრით ბევრ პრაქტიკულად ბევრჯერ არის დამტკიცებული ამ ჩარჩოდან აქტორებს აქვს განსაზღვრული როლი. ანუ აქტორებს თუ არ ესმით, რითიც აკეთებენ ამ პოლისის და პროგრამას და როგორ ზეგავლენას ახდენენ ეს აქტორები ამ პოლისის და პროგრამაზე მოკლე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ეს პოლისის წინასწარ პროგრამა განსაზღვრული ასე ვთქვათ, წარმატებულობისკენ რა, ან ნაკლები წარმატებისკენ, ან ნაკლები ეფექტის, რაც არ უნდა წარმატებული მაგალითები ქონდეს საუკეთესო პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, რომ აი და იგივე ინსტრუმენტებით, ანუ შინაარსზე გადავედი უკვე პოლიტიკის შინაარსზე, პროგრამაში, ხო, რაც არის ჩადებული სკრინინგი, არის მეცნიერულად დამტკიცებული, რომ უნდა შენ რეალურად მოქცეს შედეგი ის, რომ შეამციროს დროული დიაგნოსტირების მეშვეობით შეგიმციროს სიკვდილობა, სიმსივნეების თუ კონკრეტულად იმ დაავადების თუ ინფექციური თუ C-ჰეპატიტზე თუ არის და HIV-ზე ან ტუბერკულოზის სკრინინგი თუ არის შესაბამისად ამ დაავადების გამოწვეული ავადობა და სიკვდილობა, ხო? და სიმძიმე, ანუ შესაბამისად. მაგრამ თუ შენ არასწორად ორგანიზება გააკეთე, ანუ არასწორი ინსტრუმენტები შეიძლება სწორია იყოს, ყველა სწორი ინსტრუმენტი აიღო, ამას აქში კი ბატონო, თქვათ 40-დან 46 წლამდე წელიწად 3-ჯერ არის მოწოდებული ეს გააკეთო, 3 წელიწად შეთხარ მოწოდებული, რომ ამასაკის ადამიანმა თქვათ გააკეთოს კოლორექტალური სკრინინგი ან ამასაკის ქალმა გააკეთოს თქვათ შესაბამისად საშუალო სკელის სკრინინგი და ასე შემდეგ, ან მამოგრაფია და იმის და მიხედვით თუ რომელზე როგორ არის და ძალიან კარგად მოარგო სწორი ინსტრუმენტი შეარჩიო, კონტექსტი სწორი იყოს, მაგრამ
პრობლემა თქვა ჩენი პროცესთან მიმართებაში, რომ ის აქტორები არ ჩაერთენ, ვინც საჭირო იყო რომ ამ პროცესში იყო ჩართულიყო და მაგალითად სკრინინგის პროგრამა რატომ არ წარუმატებელი ჩვენთან და 13% რო არის მოცვა და წლების განმავლობაში უკვე ეს მარტო ინფორმირების პრობლემა არ არის. ძალიან დიდი ლომის წილი ინფორმირებას მიუძღვის, რა თქმა უნდა, და ზოგადად განათლებას ადამიანის სკრინინგი რატომ უნდა გაიკეთოს და მნიშვნელობა რა, მაგრამ მეორე ის რომ პირველ ჯანდაცვა არ ფუნქციონირებს ჩვენთან და არის ჩავარდნილი შემაერთებელი რგოლი. ამ ორი მნიშვნელოვანი თემის, რაც არის სკრინინგის დიაგნოზს რომ დაუსვა, მე შენ რეალურად თუ არ მოახდინე ამ ასე თქვა მიყოლა ამ დიაგნოზის შედეგად, იმიტომ დღეს ეს პროგრამა არ გაყოფილი. აქტორები, რომლებიც მონაწილეობენ პირველ სკრინინგის პროგრამაში და დაფინანსებელი იქნება, გამახორციელებელი იქნება, გახლეჩილია. სისტემურად, ორგანიზაციულად არ არის პოლიციის და პროგრამული კუთხით არ არის დაკავშირებული პირველ ჯანდაცვასთან, რომელმაც მერე უნდა მოუაროს იმ დადგენილ პრობლემას და დიაგნოზს და პირველ რიგში ვერიფიკაცია გაუკეთოს, იმიტომ რომ სკრინინგი ჩვენ პირველად, ასე ვთქვათ, რისკს აღმოაჩენ შემთხვევაში, ან ეჭვი გაქვს გარკვეულ დაავადებაზე, ხომ? მერე მას სჭირდება მიყოლა იმისთვის, რომ შემდგომი დიაგნოსტიკური ლაბორატორიული ტესტები, ექიმის კონსულტაცია, სპეციალისტების კონსულტაცია იმისთვის, რომ შენ დაადგინო მაგალითად თუ საუბარია ეჭვის სიმსივნეზეა, სტადია რა არის, რომელი სიმსივნეა და ასე შემდეგ, მთელი რიგი ღონისძიებების და მერე შეურჩიოს სწორი მართვა იმ კონკრეტული პრობლემის, ხო? მკურნალობა იქნება ეს თუ სხვა ტიპის მარტო დაავადებაზე თუ არის საუბარი, ვთქვათ, ჰიპერტენზია დაუდგინე ელემენტარულად სიტყვაზე. ჰიპერტენზიის სკრინინგია, რომ უამრავი ადამიანი დღეს დაახლოებით 30%-მა არ იცის, რომ მაღალი არტერიული წნევა აქვს ადამიანებს რა. დღეს და შენი ყველაზე მაგარი ინვესტიცია როგორც სახელმწიფოს იქნებოდა, რომ გააკეთო ამის ადამიანების ინფორმირება, მარილის იმის გარდა, რადგან უკვე ვილაპარაკეთ იმაში, რომ ელემენტარულად წნევა გაიზომონ, წავიდნენ თავიანთ ოჯახის ექიმთან და იცოდნენ თავიანთი მდგომარეობა მაინც, რომ მე სხვა თემა, როდესაც მით უმეტეს უკვე გახშენ აწყობილი, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური სერვისი, გააქვთ ქრონიკული ავადმყოფების უზრუნველყოფის პროგრამა, განსაკუთრებით პენსიონერების სოციალურ დაუცველების სიმბოლურ ფასში შეუძლიათ აიღონ იგივე ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები, ხომ? გააქვთ ონკოლოგიის პროგრამა, რომელიც რეალურად ამას მოგცემს, მაგრამ იმის გამო მაინც დღემდე მესამე-მეოთხე სტადიაზე ხდება უმეტეს სიმსივნის აღმოჩენა, ნაცვლად პირველი მეორე სტადიისა მიუხედავად სკრინინგის პროგრამები გააქვს, იმიტომ რომ თავის დროზე შინაარსიც, კონტექსტიც და აქტორებიც არ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ეს პროგრამა სწორედ შეეკრათ, სწორედ დაეგეგმან და გაეკეთებინათ. დღემდე ეს პრობლემა გვაქვს, რომ მაგ პროგრამას აკლია კომპონენტი ინფორმირებულობის, მაგ პროგრამას აკლია შუალედური რგოლის პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, იმიტომ რომ იმ მთავარმა აქტორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ პირველადი ჯანდაცვა და იმას რიბონების, წითელი ლენტების გადაჭრა სამართყოფოებზე გადასარევია და ბრწყინვალე და დიალიზ ცენტრების აშენება სვანეთში ძალიან მაგარი რაღაცაა, მაგრამ რო ადამიანებთან ახლოს მიიტანო სერვისი, მაგრამ მოდი რა მიმდევრობაზე არის საუბარი, შენ პირველ რიგში რა შენ მოქალაქეებს, შენ თანამემამულებს პირველ რიგში რა ჩარევა მოუტანს ყველაზე დიდ შედეგს უამრავი გაცილებით მეტი გადარჩენის ცოცხლის კუთხით, მათ შორის ახალგაზრდა ასაკში ყველაზე უფრო შრომის უნარიან, ნაყოფიერ, პროდუქტიულ, თავის ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარდა იმისა, რომ ადამიანები ცოცხლის წონა არ გააჩნია, ვერ შეაფასებ ვერ ცოცხლის ვერ ჯანმრთელობას, მონეტარული თვალსაზრისით და ვერ ზერადანაირი თვალსაზრისით, მაგრამ ადამიანები თქვათ იგივე ამ შემთხვევაში ეკონომიკური ასე თქვათ საყრდენის და საფუძველის კუთხით იგივე იმ ოჯახისთვის, თემისთვის, ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც იკარგებიან და იღუპებიან, მათი ჯანმრთელობა უარესდება იმის გამო, რომ აი ელემენტარულ აი ესეთ ტიპის პროგრამებში არ გვაქვს ის, ხო? C-ჰეპატიტის პროგრამა რატომ იყო წარმატებული პროგრამა? დღემდე არის წარმატებული პროგრამა, იმიტომ რომ აქ ყველა ის აქტორი მონაწილეობდა, რომელსაც ჰქონდა შესაბამის გამოცდილება, აქ ადგილზეც იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც მონაწილეობდა, პარტნიორები იყვნენ არა მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრების, რომელიც თქვით აშშ-ი, არამედ თქვათ კერძო პარტნიორი გილიადი, რომელმაც უდიდესი თქვათ ამ შემთხვევაში, მაგრამ გილიადი ამ პარტნიორობაში არ ჩაერთვებოდა, რო არ ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები ჩვენი საკუთარი, ასე თქვათ, სამედიცინო პროფესიონალების, ექსპერტების
რო არ ყოფილიყო შემართება და პოლიტიკური ნება ჩართული ამ ყველა მესოროს და ყველა ძირითადი აქტორის, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, აი ამ ყველაფერმან სწორედ შერჩეული ინსტრუმენტები სკრინინგთან მიმართებაში, სწორედ შერჩეული დრო, სწორედ შერჩეული კონტექსტი, ამ ყველაფერმა ერთად მოგცა გაგვიხსნა შეძლოების ფანჯარა, რომელთაც წარმატებული ხარისხობრივი ცვლილება მივიღეთ ებატის პროგრამის სახით. იგივე აი ესეთი ხარისხობრივი ნახტომი იყო თამაკოს კონტროლის, იმიტომ რომ კი შეიძლება მე ერთ-ერთი პარლამენტის ინიციატორი გახდეთ ერთ-ერთი, მაგრამ უამრავი ადამიანის ძალისხმევა იყო ამის უკან და ბევრი თაობის, როგორც მანამდე ინდუსტრია წარმატებით ებრძოდა ამ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაკავშირებული იქნება რეალურ გარღვევასთან მიმართულებით და პირველად ეს პოლიციის კუთხით გარღვევა მოხდა, იმიტომ რომ აქაც სწორი აქტორები მობილიზება მოხდა, სწორედ შეიძლება გაცილებით ბევრი ძლიერი ოპონენტი ყავდა ამ პოლიტიკის და ამ პოლიციის გატარებას, მაგრამ და შედარებით სუსტი, თუმცა ძალიან აქტიური მხარდამჭერი, აი მათ კოალიციის მეშვეობით რაღაცა მთელი кейზი შეიძლება თქვათ ამაზე ააგო, როგორ მოხდა თამაკოს კონტროლის აი ამაში ხარისხობრივი გარღვევა, როგორ შეიქმნა ეგრეთ წოდებული პოლისი ფანჯარა და ხარისხობრივი ნახტომი როგორ მოხდა ამ მართულებით, აი სწორედ ამ მართულებით მოხდა ეს ამბავი და მაგ კუთხით თუ განვიხილავთ რეალურად, ხო, აი ჩვენ ამიტომაც აი ეს იქნება აი წარმატების და წარმატებლობის ასე ვთქვათ საიდუმლო თუ ფაქტორები სწორედ ამაში არის ჩადებული და კიდევ ერთხელ აქტორებს აქვს პირველ რიგში ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ შერჩეულ ინსტრუმენტებს, რომელიც შეიძლება მუშაობს ჩინეთში, მაგრამ არ იმუშაოს შენთან, ძალიან მნიშვნელოვანია ხარდაჭერას ამ აქტორებთან მიმართებაში პოლიციის სპეციფიკა ხო თან ანუ მე ჩემი დაკვირვებით ის პოლიტიკები რაც უფრო მეტად შეზღუდვაზე არის მიმართული ან აი თამბაქოს კონტროლის კუთხით ხო ან უკვე დამდგარი დიაგნოზის აი ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შემთხვევაში უკვე ძალიან მაღალი პრევალენტობა იყო ჩვენთან ჰეპატიტის უკვე დამდგარი დიაგნოზი იყო იქ პრევენციაზე არ იყო ლაპარაკი მკურნალობაზე იყო უფრო მეტად გვიჭირს პრევენციაზე მიმართული პოლიციების განხორციელების კუთხით რასაც სულ სხვანაირი მიდგომა ჭირდება და პირველადი ჯანდაცვა ახსენეთ თქვენ და სხვა ქვეყნებში პირდაპირ ინსენტივები აქვს თუ წამახალისებელი ფაქტორები პირველადი ჯანდაცვის აქტორებს ოჯახის ექიმებს რომ თავის მოცვის არეალში ვინც არის აქტიული მართო გააკეთა ხო შეტყობინებების გაგზავნა ცხადია რომ შეტყობინებების გაგზავნა და მოყვანა პაციენტის რაღაცნაირად მიბმა საკუთარ რეგულარული მიბმა ცხადია რაც ჩვენთან ფაქტობრივად ეს ამაზე ცალკე მინდოდა კითხვის დასმაც და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი ხო პირველ ჯანდაცვის პირველადი რგოლი მე პრობლემა აქედან ადგება რომ ის თანხაც რომელსაც ჩვენ დღეს საკმაოდ ყველა ქვეყანას წუწუნებს რომ ფული არ აქვს და ამერიკაც კი წუწუნებს რომ ფული არ აქვს თუმცა ხარჯავენ რა ვიცი ხა ჩვენი აჯერ ჩვენ GDP-ზე აჯერ მეც ხარჯავენ მარტო ჯანმრთელობაზე ხო ჩვენ მთლიან შედარებაზე აჯერ მეც მაგრამ რეალურად მეც კიდე ხა 10 ძალიან კონსერვატიული ნაცნობია ხო და სადღაც ტრილიონამდე გამოსდით დანახარჯი რეალურად, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში 17% ყოველ შემთხვევაში მათი ფლიანში და პროდუქტის და ნუ ეს რაღაც სასწაული რიცხვია. ხო და ჩვენ ამ შემთხვევაში მარტო ამაზე კი არ არის საუბარი, არამედ აი რასაც ხარჯავ დღეს, ხო? ისიც გამოდის რომ ნაკლებ ეფექტიანი დანახარჯი, იმიტომ რომ ისიც იკარგება რა, სკრინინგში რასაც ჩვენ ვდებ ფულს, ხო? დღესდღეობით ის გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა ამ თანხასაც, რომელსაც ისედაც ბევრი არა გვაქვს, რომ ჩვენ სწორედ ქონდეს საწყობილი ეს პროგრამები და აი შემართებელი რგოლი, რაც არის პირველად სკრინინგის პრევენციულ პროგრამებს და სკრინინგის პროგრამებსა და ასე თქვათ, კურნალობას და უშუალოდ მერე გადათარგმნა ამისი გამჯობესებულ ჯანმრთელობაში და სიკვდილობაში შემართებელი უმთავრესი რგოლი პირველად ჯანდაცვაში, რომ ქონდეს შესაბამისი მექანიზმები აწყობილი და ინვესტიცია ჩადებული. ესეც არ დაიკარგებოდა, გესმით? ეხა ესეც იკარგება და ძალიან ბევრი თანხის დახარჯვა გვიწევს, გაცილებით მეტის, ვიდრე დავხარჯავდით ჩვენ რო სისტემა აწყობილი ქონდეს ამ დაავადების კურნალობაში, ხო? რომელიც უკვე ხდება საავადმყოფოში თუ პოლიკლინიკაში თუ ექიმთან და ყურადღების ქვეშ და კურნალობას ადამიანი იწყებს გაცილებით უფრო გვიან სტადიაზე იმ დაავადების, როდესაც ამ დაავადების მართვა გაცილებით ძვირი და რომ მანამდე რომ მოგიარა ამ საქმისთვის გაცილებით უფრო ხარჯ ეფექტიანი და ადვილი იქნებოდა, ადამიანის ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა და უფრო იაფი დაждდებოდა გაცილებით იგივე პრობლემის მოგვარება, ოღონდ 5 წლით ადრე.
კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს მინდა შევეხო. საგანმანათლებლო სისტემა მედიცინის და თუ მედიცინასთან დაკავშირებული მომიჯნავე დარგების თვალსაზრისით. პრინციპში მყარი ჯანდაცვა დგას კარგი ექიმზე, კარგი ექთანზე, ან მედდაზე, ასე კარგ სამედიცინო პერსონალზე, ლაბორატორიებზე, ლაბორატორიებზე და ასე შემდეგ, ხო? აი, სად ვარ დღეს ამ კუთხით? რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა მედიცინის თვალსაზრისით, რომ ყვავდეს ის კადრი, ან თუნდაც ეს სასერტიფიკაციო და სალიცენზიო გამოცდების სისტემა როგორც გვაქვს რა ფორმითაც გვაქვს მოწყობილი, რამდენად უზრუნველყოფს იმას, რომ სამედიცინო პერსონალი შემდგომი, რომელიც დააკომპლექტებს, ასე ვთქვათ, სხვა კლინიკას, პირველი ჯანდაცვის რგოლს თუ ასე შემდეგ, იყოს კვალიფიციური, მოწოდების სიმაღლეზე განათლებული და ასე ვთქვათ, პაციენტ შეეძლოს თავისუფლად ნებისმიერ კლინიკას მიაკითხოს და მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. სად ვართ ამ მიმართულებით? მან ორი განათლება და ჯანმრთელობა შორის ორი ალბათ განზომილება, რომელზეც შეიძლება ვთქვათ რა პირველი რომ რაც უკვე ვსაუბრეთ განათლების სისტემაში ჯანმრთელობის ასე ვთქვათ საკითხების სწორი მიწოდება, სწორი განათლება ახალგაზრდა სულ ყველაზე უფრო ახალგაზრდა ასაკიდან ხომ თაობიდან ბავშვობის ასაკიდან ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანი აქტუალურია და გვიდგას და რეალურად ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ამ კუთხით, იმიტომ რომ დაწყებული აგითხრათ ახლა იგივე თქვათ რეპროდუქტიული განათლებიდან, რომელიც ლამის რაღაც იდეოლოგიურ პროპაგანდისტულ პოლიტიკურ დებატის თემად არის აყვანილი, ამ ბოლოს განვთავაზეთ მე მგონი რაღაც ასპექტები ამ განათლების და მასწავლებლებს ვემუქრებით, რომ არ ელაპარაკონ სქესზე და გენდერზე ბავშვებს თუნდაც იმ ყველაზე აპრობირებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით საფუძველს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი პოპულარიზაციის და პროპაგანდის რაღაცა ტრადიციული თუ არატრადიციული ცხოვრების, მაგრამ არსებობს საზოგადოებრივ ჯანმრთელობის კუთხით უკვე დიდი ხნის აპრობირებული მეთოდები, მიდგომები, როგორ უნდა მიაწოდო ინფორმაცია რეპროდუქციული საკითხების თუ სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ ადამიანებს იმისათვის, რომ მათ ცხოვრებაში და რომელ ასაკში, როგორ, რა ფორმით, რა პრინციპით იმისათვის, რომ ისინი აღჭურვილი იყვნენ ყველა იმ ინსტრუმენტარიით, რომელიც მათ ჭირდებათ იმისთვის, რომ სწორედ გაიარონ ცხოვრება, ხო? და ეს ეხება არა მხოლოდ, ხო, კიდევ ფსიქოაქტიურზე ვილაპარაკეთ ინტერვიუების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და განათლებაზე ამ კუთხით ბავშვობაშივე. ანუ ეს ნაწილი ძალიან მოიკოჭლება, ძალიან პრობლემატური თემა არის ერთი და ახლა მეორე ნაწილი თვითონ სამედიცინო სისტემა. ეს ნაწილი რაღაცა ახლა ნუ იმასთან შედარებით რაც 90-იან წლების დასაწყისში ქონდა ჯერ იქ არა ვართ ისევ სამწუხაროდ ჩემდა რომ კვლავ გართულდა ეს პრობლემა 90 წლების თუ გახსოვთ ან ჩვენ მსვენელებს შეიძლება ზოგს ახსოვდეს რომ სამედიცინო ძალიან დიდი სამედიცინო ინსტიტუტში სწავლა იყო დიდი პრესტიჟი და ძალიან დიდი კონკურსი იყო, ხო? ჩვენ საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა პერიოდის ბოლოსაც და ეს რაღაცა მოთხოვნა, რომელიც უზარმაზარ მოთხოვნა, რომელიც არსებობდა, მერე გადაიზარდა რაში, როდესაც დაიშალა სისტემა, საბჭოთა კავშირი და არც ძველი სისტემა დაიშალა, ახლიდან ყველა სადარბაზოში გაიხსნა სამედიცინო ინსტიტუტი, რომ ყველას დააკმაყოფილებინა ეს ამბიცია და მოთხოვნა. ყველა მოწყობილი იყო, ოროსნებიც მივიღეთ, რომ საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, კმაყოფილება გამოგვეწვია, ვინ ჩაჭრილი იყო ეს ადამიანები მივიღეთ, ანუ ცოდნის ცენზი 0, რომელსაც დღეს ვიმკით, რომ ეს ადამიანები დღეს არიან ექიმები. ზამაგარი ექიმი გახდა, მაგრამ ნაწილი მათგანი დიდი ბოდიშით, მაგრამ ვერანაირ ცენს ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულად პაციენტის უსაფრთხოების თუ სამედიცინო ხარისხის კუთხით და კვალიფიკაციის კუთხით, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ქონდეს ნორმალური სისტემა, რაღაც სტანდარტი, რომლის ქვემოთ ჩამოსვლა არ შეიძლება, რაც არის თქვა დამახასიათებელი ყველა ნორმალურად განვითარებული სისტემის, რომ შეიძლება ყავდეს ბრწყინვალე ექიმები და ჩვენ ყავს ბრწყინვალე ექიმები, გენიოსებიც, ძალიან მაგრებიც, მე არაერთ ვიცნობ ჩემ კოლეგას, რომელიც არის მარსპლავი არის საერთაშორისო დონის, მაგრამ იმავდროულად შენ არ აქვს უსაფრთხოების ბადა, რომ აი ამის ქვემოთ, სტანდარტის ქვემოთ ის
ექიმი იქნება, ეგთან იქნება სხვა სამედიცინო პერსონალი არ ყავს სისტემაში, რომელიც საფრთხე შეუქმნიდა თავისი ცოდნის და კვალიფიკაციის გამო პაციენტის ცოცხლეს და ჯანმრთელობას. აი ეს პრობლემა ჩვენ გვაქვს და ეს არის განათლების უშუალოდ კავშირში განათლებასთან, ოღონდ არა მხოლოდ დიპლომამდელ განათლებასთან, არამედ მთლიან განათლების სისტემასთან და პროფესიული განვითარების მთლიან სისტემასთან, რომელიც აპრობირებული როგორ უნდა იყოს. ჩვენ როცა გავაუქმებთ თავის დროზე იგივე პოსტდიპლომური განათლების სისტემაში ექიმთა აკრედიტაციის, სავალდებულო აკრედიტაციის თემა, იმიტომ რომ იყო კორუფციული ეს სისტემა, სტალინის პრინციპით ვიმოქმედეთ, ხო? არ არის კაცი, არ არის პრობლემა, რა? არ არის გაუმჯობესება, დავხვირთოთ ეს სისტემა და იქვე კანონში ჩაიწერა 2009 წლისთვის თურმე ახალი სისტემა უნდა შევექმნა. ეხლა რომელი 2024 წელი და ეხლა ლაპარაკობენ რომ აი სადღაც რაღაცა კომპონენტები შემოგვაქვს, მაგრამ არა ესეთი მთლიანი საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა ჯერჯერობით კლავაც არა გვაქვს. რომ მაგალითად აკრედიტაციის სისტემა იყოს, რაღაცა შემოიტანეს, რომ იქ სავალდებულო ამისთვის, სავალდებულო ამ ნაწილისთვის, იმ ექიმისთვის, იმ ექიმისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, როგორც ერთიანი სტანდარტი, რომ შენ უმეტეს ქვეყანაში გაქვს, რომ შენ გარკვეული პერიოდულობით სერტიფიკაცია უნდა გაიარო, იქნება ეს კრედიტ საათების მეშვეობით, ახალი გამოცდის მეშვეობით, როგორც იქნება, და ეს არის, იმიტომ რომ სპეციფიკა არის სამედიცინო მეცნიერების რეალურად, რომ ეს არის მეცნიერების და ხელოვნების ნაზავი. ეს არ არის მხოლოდ მეცნიერება, მხოლოდ ხელოვნება, ხომ? ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარდა, რომ ასეთი ტემპებით არ ვითარდება, ინფორმატიკის გარდა ვეტყოდი და ხელოვნური ინტელექტი ამაში მოიაზრება, გარდა სხვა არც ერთ დარგი ესეთ ტემპით არ ვითარდება, როგორითაც ვთქვათ, მედიცინა, ხო, ყოველდღიურად შენ ახალი სიახლეები გაქვს და შენ რო ისწავლე 20 წლის წინ, რაც უნდა გენიოსი ის ყოფილიყავი და თეორიული ცოდნა რაც უნდა მაღალი გაქვს მიღებული პერიოდისთვის, შენი თეორიული ცოდნაც მოძველდება და პრაქტიკა თუ არა გაქვს, ყოველდღიურად ქირურგი თუ არ აკეთებს ოპერაციას, რაც უნდა გენიოსი იყოს, რეალურად მას ამიტომაც გვაქვს იდეაში უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა. ეს სამედიცინო განათლების სისტემა არ გვივარგა, ხო, რაღაც კომპონენტები ხა შემოვიდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დიპლომამდელი განათლება არ შეიძლება ისევ დაუბრუნდეთ, აი ეგ თავის დროზე იყო ამერიკაში ფლექსნერი იყო ესეთი რომელმაც იგივე პრობლემა ჰქონდათ, ოღონდ ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში და 40-იან წლებში ჰქონდათ ეს პრობლემა, იმდენ ბევრი სამედიცინო ინსტიტუტი ჰქონდათ, რომელთა მომზადების ხარისხი ვერ იქნებოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ არც ამდენი პაციენტია ჩვენ ქვეყანაში როგორ შეიძლება იყოს, თქვათ 25 სამედიცინო დაწესება, 53 იყო 90 წლების დასაწყისში, რაც იყო ჩემ კოლეგებს უცხოეთში რომ ეუბნებოდნენ, კვდებოდნენ სიცილით და მე ტიროდნენ, იმიტომ რომ ნუ აი თქვენ მე ვთქვა რომ ჩვენ მაგალითად საქართველოში გვაქვს ესე გავიგეთ თავის დროზე ოჯახის ექიმის პრინციპით, თქო, ახალი რეფორმა დავიწყოთ მაშინ ოჯახის ექიმის, რომ ეს ნიშნავს არა ექიმი ყველა ოჯახისთვის, არამედ ექიმი ყველა ოჯახში რა და მაგ პრინციპით წავედით, რომ ყოფილიყო, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც ექიმი გამოსულიყო და ამით გადავჭირდით family medicine-ის მოდელს ასე დავნერგავდით რა. ანუ ისედაც საქართველოს პირველი იყო ექიმების რაოდენობით ერთ მოსახლეზე საბჭოთა პერიოდშიც და საბჭოთა პერიოდის მერეცაც დარჩით საპატიო პირველი ადგილი გვეჭირა. ეხლა ჩამოვარდები ცოტათი, მე მგონი ბელორუსმა გაგვასწრო ამ კუბამ, მაგრამ მაინც ერთ-ერთი მაღალი ის გვიჭირავს ამ კუთხით, იმდროულად როცა ექიმების რაოდენობით ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს და საერთო განათლების თემა კიდე ასევე ძალიან ეხლა რაღაცა რეფორმა, ეხლა რაღაცა კონცეფცია ინერგება, მაგრამ ძალიან უკანო არ, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ექთანი, რომელიც არის ხერხემალი ბევრ სისტემაში ჯანმრთელობისა, ჩვენთან რეალურად არის დღეს სანიტრის როლს ასრულებს ნაცვლად იმისა და ექიმები და რაღაც უმცროსი მოვიგონეთ ახლა ექიმის თანაშემწეები უმცროსი ექიმები ასრულებენ რეალურად ექთნის მოვალეობას, რომელსაც სხვა სისტემებში ასრულებენ ჩვეულებრივად ექთნები და არის შესაძლოა საბაკალავრიატის დონის განათლება, სამაგისტრო პროგრამები, სადოქტორო პროგრამებიც არის რეგისტრირებული ელექტრონული ექთნებისთვის. ჩვენთან, ნუ არ ვიცი, გადავალთ ალბათ იმედია ასეთ სისტემაზე, რომელიც უფრო სწორია. პრესტიჟიც გაიზრდება ამ პროფესიის და ბევრი სხვა, მაგრამ ექიმებთან მიმართებაშიც იმის გამო რომ თქვა ეს პოპულარული გახდა რომ ჩვენი დიპლომი ბაკალავრიატის გადის უცხოეთშიც, გადის ევროპაშიც, ბაკალავრის დონეზე და მე რეზიდენტურა შეუძლია ჩავაბარო და სწავლა გჭდება გაცილებით რომ იაფიოდო ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ ბევრი ბიზნესი გახდა რეალურად აი უნივერსიტეტებისთვის ეს ახალი ფაკულტეტების გახსნა სამედიცინო, რომელიც სწორედ ძირითადად ორიენტირებულია ხოლმე უცხოელ სტუდენტებზე, ნუ რომელი ქვეყნებიდან გასაგებია, მაგრამ ორიენტირებულია ამაზე
მაგრამ რეალურად და ინგლისურად ნომერტა შეტყობთ თუნდაც კარგი უნდა იყოს, მაგრამ პრობლემა გახავთ ის, რომ არც ამდენი კლინიკური ბაზა არ არის მეგობრებო რა. არც ამდენი, ასე თქვათ, საშუალება, რომ ამდენი სტუდენტი შენს სრულყოფილად და კვალიფიციურად ის რაც მოითხოვს შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარტები გაატარო ამ სტანდარტების დონეზე და მიცე ის პრაქტიკული და თეორიული უნარჩვევები, რომლებიც ცოდნა, თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევები, რომელიც უნდა ჭირდებოდეს. რაც საბოლოო ჯამში უკვე პირველი ნიშნები გვაქვს იმის, რომ შეიძლება ჩვენ დიპლომის აღიარება შესაბამის საერთაშორისო სისტემებში შეწყდეს. ეს ბოლონდროინდელ მოვლენას ეკართან ერთ-ერთი პირველი წითელი თუ ყვითელი ასე თქვათ ფერი შუქნიშანი აგვინთეს ამ კუთხით, იმიტომ რომ ფაქტია, ხო, ამის გარდა ახლა გარე აკრედიტაცია და სისტემები, რამდენჯერმე შეფასდა ჩვენი ასე თქვათ ეს სამედიცინო ფაკულტეტების და მათ იქ ასე თქვათ სწავლების ხარისხი და ძალიან ბევრ შემთხვევაში კიდევ ერთხელ კლინიკური ბაზების თანმართებაში და პროფესურის და სტუდენტების თანაფარდობასთან მიმართებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შეიძლება დადგეს, რომელიც ადრე თუ გვიან თავს იჩენს კონკრეტული ესეთი პრობლემების შექმნაში. ახლა მით უმეტეს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ უზარმაზარი შეძლო რაღაც მაგალითად ფონდი ჰორიზონტი გვიქმნის, ხო, რომელიც არის მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი და მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ერთობლივი და ასე შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი ინსტრუმენტი, ხო? კი, დღესდღეობით ასოცირების ხელშეკრულების პრაგრამები ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ ჩვენი აი ამ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევამ შეიძლება ეს მიმართულება ჩაკეტოს და კიდევ უფრო უარი სიტუაციის ჩაგვაგდოს ამ კუთხით, რასაც ქვია არა მხოლოდ ფუნდამენტური მეცნიერების დაფინანსება, რომელიც თქვათ არის საფუძველი მედიცინის განვითარების, ბიომეცნიერების მათ შორის, არამედ ასევე განათლების ერთობლივი პროგრამების, ურთიერთგაძლიერების ჩვენი ასე თქვათ აკადემიური პერსონალის, რომელიც სწორედ ამ ფონდ ჰორიზონტის პროგრამების ფარგლებში და ბევრი სხვა პროგრამების ევროკავშირის მიერ გადმოცემული პროგრამის ფარგლებში ხდება, ისევე როგორც თქვათ იგივე NIH-ის ამერიკის შეერთებული შტატების თქვათ არსებობს სადოქტოროები და სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც ან კიდე field epidemiology, რომელიც მაგალითად ერთ-ერთი უნიშნულოვანი პროგრამა იყო, რომელიც დაფინანსებული იყო სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა ეროვნული კონტროლის მხრიდან, მანამდე DTRAS, ეგრეთ წოდებული Defense Threat Reduction Agency-ის, ასე თქვათ დაფინანსებით შეიქმნა ამ პროგრამების კავკასიის დონეზე რეგიონალური ჰაბი შეიქმნა ჩვენთან საქართველოში, რომლებიც თქვათ ამ საველე ეპიდემიოლოგიის, ასე თქვათ, ძალიან მნიშვნელოვან კურსის, ასე თქვათ, მომზადებაში გადამზადებას ახდენდა, არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის სპეციალისტების და ეხლა ევროკავშირის დაფინანსებით უნდა გაგრძელებულიყო ეს პროგრამა და ეს ამისეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კიდევ ერთი შესაძლო მსხვერპლი ალბათ შეეძლო იყოს სწორედ სამედიცინო განათლების სისტემა, არა მხოლოდ სამედიცინო მეცნიერება, მედიცინა, ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, არამედ იმიტომ რომ მაგალითად დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრების პროგრამა უკვე შეწყვეტილია, რომელიც არის პირდაპირ დარტყმა ჩვენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემაზე იმ უნიშნულოვანეს ნაწილზე, რომელსაც ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის მზაობა პანდემიებთან მიმართებაში, რომლის საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციების ახსნილების კუთხით აქ ჩვენ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს პროგრამები ყველა არის შეწყვეტილი. ისევე როგორც თქვათ, ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელია კიდევ უფრო გაღრმავდეს გარდა იმ პირდაპირ მხარდაჭერისა, რომელსაც ნაწილი მიმართებოდა ასე ჯანმრთელობის პროგრამებისთვის, ასევე არის სამომავლოდ თუ ფონდ ჰორიზონტთან, ასე თქვათ, თუ გავაგრძელებთ ეს იზოლაციის კურსი, და შეუქცევად გახდა ეს პროცესი, რაც მე იმედი მაქვს, რომ არ იქნება, შესაძლებელია, რომ სწორედ სამედიცინო განათლების და ასე თქვათ, ინტერსექტორალურ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან იზოლაციანიზმის ასე თქვათ, მიმართულებით გადაყვანაში და შემდგომ დაკნინებაში გამოიხატოს. კეთილი. მინდა ერთ პროგრამას შევეხო, რომელიც აი ზოგადად საგანმანათლებლო მოზაიკის და კომპონენტს არ წარმოადგენს და არის გამონაკლისი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის პოლიტიკის პროგრამა, სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორი თქვენ ბრძანდებით და ერთ-ერთი კურსის ხელმძღვანელიც ბრძანდებით. მეტი რომ მოგვიყვეთ ამ პროგრამის შესახებ, ეხლა ჩვენთან არის პრობლემა ასევე არა მხოლოდ მედმუშაკე
კაკების კვალიფიკაციის თვალსაზრისით, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეფუძნება მათი კვალიფიკაცია, არამედ მაგალითად, კვლევითი სამეცნიერო მიმართულებით, ხო, მკვლევარების მიმართულებით, ეპიდემიოლოგების მიმართულებით, ხო, ანუ საველე ეპიდემიოლოგია, რასაც ქვია. აი, რამდენად ითვალისწინებს ეს პროგრამა თუნდაც ასეთი კადრების მომზადებას, როგორი არის მიღების პრინციპი, თვითონ შინაარსი ამ კურსის და ასე შემდეგ. საინტერესო. სხვა შორის ჩვენ ბოლო პერიოდში ჩვენ კოლეგებთან ერთად ჩართული ყავით სწორედ აი შეფასებაში თუ საზოგადო ჯანმრთელობის პროგრამები ჩვენთან ქვეყანაში რამდენად თქვათ აი რას თქვენ კითხავთ ამისვით შესაება იმ თქვათ რაღაც საერთაშორისო კომპეტენციების მიღებული კომპეტენციების ჩარჩოებს და თეორიული თუ პრაქტიკული უნარჩვევები რომელიც რამდენად იძლევა ის პროგრამები რომლებიც დღეს ხორციელდება საქართველოში რა მათ შორის იქნება საქართველოს უნივერსიტეტის თქვათ სამეცნიერო უნივერსიტეტში და მათ შორის ილეონში ჩვენ ახლა შეტარებით ახალგაზრდა პროგრამა 3 წელი რაც დაფუძნდა 4 წელი 20 წლიდან მე-4 წელია სამაგისტრო პროგრამა ახლა თავის დროზე ამ პროგრამას რო ვაკეთებდით და მინდა გითხრათ რომ დამაიმედებელი შედეგებიც არის ამ შეფასების შედეგად და ცოტა იმედგაცრუებაც რა თქმა უნდა არის რომელიც გამოწვევები გამოიკვეთა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევძლოთ და აი სტანდარტი ზოგადად საზოგადო ჯანმრთელობის განათლების კუთხით ავამაღლოთ იმისათვის რომ არა ვიძლეოდეთ დიპლომის გულისთვის რომ რაღაცა მმართველი და დირექტორი გახდეს და ამაში რო წერია რომ ის რა ხან დირექტორი თუ გინდა ჩვენ და ხო საქართველოს სკოლის დირექტორობა უნდა და სამსახურის დირექტორი რო გახდე გჭირდება ის დიპლომი იმის რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი ხარ. ამისთვის არ უნდა იყოს ეს და ამიტომაც ჩვენი კურსი არის ინგლისურენოვანი, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ ქართულენოვანი წყაროები ძალიან ცოტაა საზოგადო ჯანმრთელობის განსხვავებით მედიცინისგან, იქაც რთულია თუ ინგლისურია და არ იცი თქვა ეს ძირითადი სამეცნიერო ლიტერატურა სამწუხაროდ არის ინგლისურად. მათ შორის განსაკუთრებით ეს ეხება სამეცნიერო მეცნიერებებიდან, ჯანმრთელობის მეცნიერებებიდან ეხება საზოგადო ჯანმრთელობას, ჯანმრთელობის პოლისის, პრაქტიკულად ექსკლუზიურად არის ეს უცხოური ლიტერატურა ინგლისურენოვანი. არც გერმანული არის სხვადასხვა და არც ფრანგული. არის კი, მაგრამ ძირითადად არის მაინც ინგლისურენოვანი, ამიტომ ინგლისურენოვანი პროგრამაა ეს ერთი, მეორე, ამის გარდა გვინდა რომ ეს პროგრამა საბოლოო ჯამში რაღაც ისე ორმაგი ხარისხზეც ვფიქრობთ რომ ეს იყოს რომელიმე პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად თუ საბოლოოდ არ ჩამოგვაცილეს ფონდ ჰორიზონს და ევროკავშირს ასე თქვათ მართულებითაც ამ მუშაობთ მაგრამ ჩვენ რაც ვთქვათ ასფერის აი კომპეტენციების წებიდან უნარჩვევების და კომპეტენციების ჩარჩოდან დაფუძნებული საერთაშორისო მიღებული ის არის საერთაშორისო გაერთიანება საზოგადო ჯანმრთელობის ინსტიტუტების რეკომენდირებული ჩარჩო გახლავთ რომ და თქვათ კონკრეტული ჩამონათვალია რომელი კომპეტენციები ჭირდება რომ ჩვენ საზოგადო ჯანმრთელობის მაგისტრი იყოს შევეცადეთ რომ ეს ჩვენი სასწავლო პროგრამა ამ მართულებით შეგოდგინა და იმავდროულად ადაპტირება გავაკეთებინა ჩვენ რეალობაზე გარკვეული კურსების ეს თავისთავად მიღებული პრაქტიკაა და რა ვიცი ხა ნახოთ ძალიან განსხვავებული ის გვაქვს რომ ჩვენ ასე ვთქვათ ვითხოვთ ასევე არა მხოლოდ ინგლისურის ცოდნის ვთქვათ საერთაშორისო სერტიფიკატის დადასტურებას როგორც საერთაშორისო რომელიც არის არამედ ასევე მათემატიკურ უნარჩვევებს იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ რომელიც თქო განსხვავებით სხვა ყველა სამაგისტრო პროგრამისგან მიგვაჩნია რომ ამიტომ ცოტა ნაკლები სურველი პროფესორეთ აპლიკანტი შეიძლება ცოტა მეტი ყავს მაგრამ მე ყველა ვერ გადის ამ დაწს იმიტომ რომ სამედიცინოზე შემდეგ სამწუხაროდ ბაკალავრიატის დონეზე და ისე უბრუნდებით პრობლემას განათლების ძალიან წირი არის ის ცოდნა, რასაც იღებენ ბაკალავრიატო თუნდაც საზოგადო ჯანმრთელობის ფაკულტეტებში და ეპიდემიოლოგია მათემატიკური ბაზისური უნარჩვევების გარეშე შეუძლებელია დღევანდელი. სტატისტიკა ბაზისური მათემატიკური უნარჩვევების გარეშე, რომელიც არის ბიოსტატისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწილი საზოგადო ჯანმრთელობის შეუძლებელია დღეს რომ გაიარო და აი ეს ბაზისური მომზადება აუცილებელია და აქედან ჩვენთან ეს მოთხოვნაც არის რომ კი საყუდრს გეუბნებია რომ ბევრს კარგად თქვა პოტენციურ აპლიკანტს, მაგრამ გვირჩევნია რომ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ მე დაწევა და ჩვენთან ასე უცხოელი სტუდენტებიც არიან, რომელთაც თქვა ეს გაიარეს ეს ისა და ჩვენ ქართულ აპლიკანტებს მაშინ გაუჭირდებათ რომ თავად თანა კურსელებთან ერთად იმავე დონეზე გაიარონ თქვა ის პროგრამა, რომელიც კიდევ ერთხელ ასფერის იმაზე არის დამყარებული. ასე რომ რა ვიცი, სრული გვაქვს დიდი ენთუზიაზმი გვაქვს რომ გამოვიყვანოთ საერთაშორისო დონის პროგრამა, რომელსაც ექნება
რომელსაც კურსზე აღთავრებულს ექნება კონკურენტუნარიანი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. კი, თან ამას რატო ვამბობ, რომ არსებობს რაღაცა სტატისტიკის ვაკუუმი ჩვენთან ჯანმრთელობის მიმართულებით და ხო. და ფაქტობრივად შეუძლებელია საქართველოში მეორეული კვლევის წარმოება, იმიტომ რომ მეორეული კვლევა ეფუძნება პროფესიიდან მიცით და თქვენი სპეციალობიდან. კი, ხო. იმედია ამ ვაკუუმის შემავსებლის საწინდარად თქვენი კურსდამთავრებულებიც გამოდგები. მე ჩვენ და სამწუხაროდ ბოლოდროულად ეს არა მხოლოდ ბრალი არ არის უნარჩვევების თემა, არის რომ უამრავი თქვა ანგარიში, რომელიც უნდა მაგალითად ჯანმრთელობის უტილიზაციის და ხარჯების კვლევა, რომელიც გადასახადის გადახდელის ფულით და საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების ფულით ტარდება, რატომღაც ის გასაჯაროებული მიშედეგები არ არის, რაც მიუღებელია აბსოლუტურად და ეს რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია. არ ქვეყნდება რატომღაც ბოლო პერიოდში ან დიდ-დაგვრეველი ქვეყნდება ეროვნული ანგარიშები, რომელიც თქვა ბაზისური იყო ყოველთვის და ერთ მნიშვნელოვან მონოპოლარი იყო, რომ სტატისტიკა, ხო და ეს რაღაცა ეს პოლიტიკური რაც კოკო დამალობანს თამაში და სირაქლევანს პოლიტიკა იმაში რომ რა თუ მე არ გამოვხნა მაგარის ამიტომ ჯანმრთელობის პრობლემა მოიხსნება, ტიპიური ერთ-ერთი მაგალითი არის ასუში ჩემი აზრით აბსოლუტურად არასწორი პოლიტიკური აქცენტებისა და მართლობისა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. მოკლედ, როგორც ჩვენი დიალოგის კონკრეტულ ეტაპზე ვახსენეთ, საქართველოს კონსტიტუციით მიიჩნევა, რომ ჯანმრთელობა არის პაციენტის უფლება და თუ არსებობს პაციენტის უფლება, არსებობს მეორე მხარე, რომელიც კისულობს საკუთარ თავზე ამ უფლების რეალიზებას, ანუ იღებს ვალდებულებას, რომ ეს უფლება რეალიზდეს. რამდენად, ცხადია თავისთავად პასუხის შინაარსი, რასაც დაველოდები ჩემი კითხვის დასმის შემდეგ, მაგრამ რამდენად შეიძლება დაერქვას დღევანდელ ვითარებას, რომ ეს უფლება რეალიზებულია და სახელმწიფო სათანადოდ ასრულებს ამ ვალდებულებას, თუნდაც მაგალითად იმ ნაწილში, რომ დაზღვევა მოქალაქეების მეტწილად დგას კერძო სექტორზე, ხო? ანუ პაციენტები და როდესაც სამედიცინო მომსახურებას იღებენ, თუ მიზნობრივ ჯგუფებს არ ჩავთვლით, ძირითადად კერძო დაზღვევაზე არიან დამოკიდებული. არ არის საკმარისად რეგულირებული მათ შორის მედიკამენტის, სხვადასხვა მედიკამენტის ფასი, ანუ ფორმალური რეგულაციები არსებობს. არ არის თანაბარი ხარისხი სამედიცინო მომსახურების სერვისებისა სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციებზე და ასე შემდეგ. ცხადია, რომ ეს ამ უფლების რეალიზება პროცესია და ერთბაშად შეუძლებელია ეს შედგეს, მაგრამ ჩემი კითხვა მიდის იქითკენ, გამოსავალი, ხარ ჩვენი საუბარი რომ დავამთავროთ, გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს თუ არ ჩანს და საერთოდ რა თქმა უნდა, უფლება აბსოლუტურად სწორი ხართ, რომ უფლება არის პროგრესული რეალიზაციის თემა ამ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ იდეალურად ეს უფლება რეალიზებული შეიძლება თქვა მე იქაც უწუნებე რაღაცა აკლიათ, განნავის აი სოციალურ ქვეყნებში შეიძლება დაარქვა, რომ ან კანადაში თქვა, რომ მაქსიმალურად არის რეალიზებული ჯანმრთელობის სოციალის უფლება. იმით რომ აი როგორც უკვე ითქვა, უნივერსალური ჯანმრთელობის მოცვა ეს არის დღეს თქვა ის ამოცანა, რომელიც ბევრ ქვეყანას უდგას წინ, მათ შორის საქართველოს მათ უმაღლეს დონეზე განაცხადა, რომ მე ამ მიმართულებით მივდივარ და ესეც ხდება 2013 წლიდან უდავოა, რომ ის ცვლილება რაც იყო, რომ მიზნობრივი ჯგუფებიდან გადავედის სწორედ უნივერსალური ჯანმრთელობის პრინციპზე და ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორსა ვართ. თლიანად უნივერსალურად, რაც კარგად დავარქვათ, უნივერსალური ჯანმრთელობის პროგრამა არ არის დღეს ეს უნივერსალური მოცვა. ვია უბრალოდ. იმიტომ რომ თქვა უფრო 90%-ზე მეძე ვრცელდება მოქალაქეების რაღაცა კომპონენტები მაინც, მაგრამ აი მოცვის სიღრმე არ არის საკმარისი. ანუ რა ტიპის მომსახურებას უფარავთ ადამიანებს, ხო? შედარებით შეძლო ადამიანებს, თქვა 40,000 ლარის, ყადაღებული 40,000 ლარი რო არის, ქონების გადასახადის ზღვარი, იმის ზემო ძალიან ცოტა, ხო? ხო, C-ჰეპატიტის მკურნალობა დაფარული მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებები, ახლა დაემატა ისიც წელს და დანარჩენი თითქმის არაფერი დამოკიდებული თვითონ უნდა იყიდოს კერძო დაზღვევა და გააკეთოს, მაგრამ თვითონ პრინციპი საერთოდ მივდივარ, ჩემი ეს აბსოლუტურად სწორი. ანუ არავითარი იმის საჭიროება, რომ კერძო დაზღვევა, ასე ვთქვათ, შენ აუცილებლად კერძო დაზღვევა, სულ სამ ქვეყანაა, რომელსაც აქვს სავალდებულო კერძო დაზღვევის მეშვეობით, ან ძირითადად ეკნობა კერძო დაზღვევას ჯანმრთელობის
უნივერსალური მოცვისთვის. ხო ეს არის შვეიცარია, ჰოლანდია და ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის შეერთებული შტატები ვისაუბროთ უკვე რამდენ კარგად აქვს გაკეთებული. შვეიცარიასაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს სიძვირის კუთხით, ესკალაციასთან მიმართებაში, სადაზღვევო შენატანის და ჰოლანდიას მეტნაკლებად თავისი სხვა ტრადიციებიდან გამომდინარე მეტნაკლებად ეს პრობლემა გადაჭრილი აქვს, იმიტომ რომ მაღალი გადასახადების, სხვა პრობლემებით აქვს, მაგრამ თვითონ თემა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის არა როგორ აკეთებ შენ სახელმწიფო დაზღვევის მეშვეობით აკეთებ როგორც არის ჩვენთან თუ აკეთებ და ამას საკანონმდებლო ჩარჩო არის მნიშვნელოვანი თავარი მომენტია რომ შენ ადამიანს არ უნდა უხდებოდეს აი რაც თავიდან თქვენ ბრძანეთ მოლოდნელო ბუნებიდან გამომდინარე სამეცნიერო ხარჯების უმეტეს შემთხვევაში არ უნდა უხდებოდეს იმ მომენტში, როდესაც ეს საჭიროება უდგება ჯიბიდან ფულის ამოღება და გადახდა. და ზუსტად ეს არის ჯიბიდან გადახდა უნდა იყოს და ჩვენთან არ ყოს დიდი პრობლემა ეს რომ ჯერ კიდე შევამციროთ, მაგრამ 40% არის მაღალი. და ეს ძირითადად ეხება მედიკამენტების რომ ამბულატორიულ გადასახადს. ეხლა რაღაცა პოზიტიური ნაბიჯები ახლა გადაიდგა რომ იქ რეფერალური პასუხი უკვე ყველა მედიკამენტს გავრცელდა და ეს კარგია და რეალურად თქვა ამას პროსტა ახსულება ჭირდება თავიდან ბოლომდე რაციონალურ მოხმარების მართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი რომ ზედმეტი 10 წამალი არ გამოუწევენ ადამიანებს 2 წამების ნაცვლად და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა რაც ერთ-ერთი ჩვენ შემთხვევაში ფასი კი აღარ არის უკვე დამაში ფარმაცევტული კომპანიებისგან რა თქმა უნდა და არა ლეგალური ლეგალურ ხთამებს უხდიან ექიმებს რომ მოტივაციად აი თქვენ რომ ლაპარაკობთ რომ სამწუხაროდ ჩვენ არ წყვეთ ჩვენ რა წამალი გვჭირდება რა ექიმი წყვეთს და ექიმი არის კი უნდა ეს ჰიპოკრატეს ფიცი დაცვა რომ არ ავნოს არც პაციენტს არც მის ჯიბეს ნუ ჰიპოკრატეს ფიცის დროს ჯიბეზე არ იყო მაგრამ მენეჯმენტი თუ მას ავალდებულებს თუ უბიძგებს ან გააგდებს სამსახურიდან თუ არ გამოწერ შენ აი ამ კონკრეტული კომპანიის იმას ან პირდაპირ ეს კომპანია ხთამს რო უხდის რა მოხდა ხტიდი ამბავი მოდი რა ორ რაც ჭირდება იმ წამას გამოუწერ და კიდე ერთ ორ რაღაცა ბადს მივაყოლებ ბიოაქტიურ ნივთიერებას და ვეთქვი რომ ეს თუ არ იყიდე დაიღუპება დედაშენი ნუ ის ხო უშველის ის ორი მაგრამ ნუ ეგეც კიდე რამდენად უსაფრთხო არის სხვა თემა არის იმიტომ რომ არც ერთი ფარმაცევტული კომპანია როდესაც იკვლევს ურთიერთქმედებას სამლების 200 წამალთან არ აკეთებს იმის ტესტირებას რამდენად ეს თუ ის ნივთიერება შედის ურთიერთქმედებაში თქვათ იმიტომ რომ არის ჭკუატყოფილს არ მოუვა 20 წამლის გამოწერა ერთ დაავადებაზე თორსა 1 და 2 წამალის შორის ჩვეულებრივი და ახლა ყველა წამლის ურთიერთქმედება გამოკვლეული ელემენტად არ არის და შეიძლება ცუდი ურთიერთქმედება ჰქონდეს იმ ეგრეთ წოდებულ უწყინარ ნივთიერებებსაც რომლებიც თუ ეს ვიტამინია და ჰორმონი რაღაცა პრეპარატი არის ბიოაქტიური პრეპარატი არ ნიშნავს ავტომატურად რომ ის არის რაღაცა უსაფრთხო ან პლაცებო ის შეიძლება იყოს ძალიან თუნდაც დანამატი საკვებით დანამატად რო არის ცნობილი ისიც შეიძლება იყოს ძალიან აქტიური პროცესების გამომწვევი ორგანიზმში და აქედან გამომდინარე რაღაცა სხვა პრეპარატთა ურთიერთქმედება შეიძლება უარეს შედეგი მოქცეს ასე რომ არა მხოლოდ ჯიბის პრობლემა არის არამედ ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება იყოს არარაციონალური მოხმარება მედიკამენტების ისე როგორც რეზისტენტობის თემა ანტიბიოტიკების რომელიც მსოფლიოს ათეულში შედის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემების აბსოლუტურად არარაციონალურად რამდენიმე ანტიბიოტიკის დანიშნვა მოხმარება პროფილაქტიკური მიზნით დანიშნვა და ასე შემდეგ რაც ასე დიდი პრობლემა და ჯიბეს ურტყავს ფილოლოგში ადამიანების და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ ადამიანები კარგად გაიაზროს მათ შორის მთავრობამაც რომ ძალიან შორსავთ უნივერსალური მოწვისგან არავით არის კი ბატონო გადასარევი რომ აქამდე გავზარდეთ მაგრამ დღესდღეობითაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დანახარჯი გვაქვს საზოგადოებრივი სახელმწიფო დანახარჯი ჯანმრთელობაზე თუ ავიღეთ მუშიპუსთან მიმართებაში და ბიუჯეტთან მიმართებაში სოფლიოში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დანახარჯი ჯერ კიდევ 3% ნაკლები გვაქვს როცა ნუ გაცილებით მეტი აქვს უმეტეს ქვეყანას მათ შორის ჩვენზე უფრო ღარიბ ქვეყნებსაც ანუ ნებელობის საკითხიც აი გა პერიოდიზაციის საკითხი პოლიტიკური პერიოდიზაციის საკითხი და ბიუჯეტიდან უკვე შეგროვილი თანხიდანაც ცოტა ხარჯა თუ მანამდე იყო რაღაცა 10%-ზე მეც ხარჯაც უმეტეს ქვეყანა ჩვენთან ეს არის 7%-ზე ნაკლები და ესეც მიუღებელია ეს კარგად და თითქოს ამიტომ გონია რომ და რო იძახიან სოციალურ დანახარჯები გვაქვს კი ამაყობდა მთავრობა რომ ჩვენ სოციალურად ორიენტირებული კი ბატონო მაგრამ უმეტესი ეს წელი არის პენსიების რაც ძალიან მნიშვნელოვანია იყოს
მაღალი უნდა იყოს, მაგრამ ჯანმრთელობის დანახარჯი არის დაბალი და განსაკუთრებით ეს დანახარჯი არის დაბალი იმ რგოლზე ჯანმრთელობის, რომელიც არის პრევენცია და პირველად ჯანდაცვა, რომელიც არის ხერხემალი და რეალურად შედეგების მომტანი თუ სწორი ინვესტიცია და სწორად გაკეთდა, სწორი აქტორები შევარჩიეს, სწორ კონტექსტში და სწორი შინაარსის პოლიტიკა გავატარეთ. კეთილი. მოკლედ პრობლემები ბევრია, შესაბამისად კითხვებიც ბევრია. იმედიც ბევრია. დიდია. როგორ კარგად იქნება. კეთილი. ამიტომ ჩვენ ამ ეპიზოდს დავარქვათ პირველი ნაწილი, იმედ დავიტოვებ, რომ კიდევ გვერდს კიდევ რამე დაგვრჩას. ხო, აი, ასე ამონდა. გამოჩნდება რაღაცა, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და საინტერესო პასუხებისთვის. დღეს ამით ჩვენი ეპიზოდი დასრულებულია. იმედია საინტერესო ეპიზოდი იყო, თუ მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი გადაცემა, გთხოვთ გამოგვიწეროთ, ასევე დაგვისვათ შეკითხვები კომენტარებში და გამოგვყვეთ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.